ყველაზე მარტივი არის კოხტა გოგო დასვა და კრემი აზელინო სახეში. შენ როგორ ტელევიზორს აღიქვავ, თუ როგორც სპეციფიკას აღიქვავ? არავინ არ იმსახურებს სიბერეში მარტო ცხოვრებას. მინდოდა რომ ეს გეთქვა, რაც თქვი და რატო? ამ ქვეყანას ყველანაირ იმიგრანტები ინახავენ. არა. სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროებო, პოდკასტი არასერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი აჭარაბეთია. დღეს მყავს ულამაზესი სტუმარი, ქალბატონი, მანდილოსანი, როგორც იქნა, რომ რაღაცა სილამაზე იქნება მეორე მხარეს, ხო? თორე რა ვიცი, ეს კაცები და ამბები ამოვიდა ხელში. ნინუცა ორჯონიკიძეა დღეს ჩემთან. კიდევ ერთხელ გამარჯობა. ცოტა გიჟებივით მოვარდით. კი, საცობები იყო. საცობები, ამბები, უბედურება, რაღაცა შემოვედით, მე განათება აქ მოვაწყე, ცოტა ვიჭორავეთ, ტელევიზია გავჭორეთ, იქ რაღაცა გავჭორეთ, გამოვჭორეთ, დავსხედით. კონტენტი დავდეთ. კონტენტი დადო, ყველგან ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა და ეხა შეგვიძლია დავიწყოთ. როგორ ახარ მითხარი? კარგად. რა მიშოს, კარგად. რომელი მთიდან ჩამოხვედი ამჯერად? ამჯერად იმერეთიდან ჩამოვედი და ხვალ მივდივართ ვაშლოვანში. კაცი, სუ ეგრე დადიხარ, ხო, როგორც მიხარ? სუ ეგეთი კონტენტია. კი, ეგა. ჩემი ცოლი არის შენი კონტენტის ფანი. მართლა? რა ქვია? მარიამი. მარიამ, დიდი მადლობა. აი, მარიამ, გადავეცი. ეთქვა მარიამა ჩამიწყო საქმე. არა, უყურე, მარიამა გამაცნო შენი თავი. მე ესე ვიცოდი ტელევიზიიდან ნინუცა, მაგრამ YouTube-ზე ნინუცა არ ვიცოდი რა. ხო და ქალბატონ ბლოგერებს უყურებს ხოლმე რა რამდენიმეს. არ არის დღეს არ არიან ბევრი ხო. ქალები არ და ერთ დღესაც მივედი და რაღაცა მთის კონტენტი არის რა. მე ვიღაცა ტალახში გორიალობს. ხო რაღაც იქ ჩანჩქერებზე დაშვებები რაღაცები. მე ვთქვი რა ეცე ხოლმე, მაინც ეს რაღაც საინტერესოა და ესე ჩაუჯექი და ნახე რომ ძალიან საინტერესო მიმართულება. რატო ვიძახი, იცი რომ ძირითადად გოგონები რომ შემოდიან, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცა იქიდან გადმოვიდნენ ტელევიზიიდან პირდაპირ იუთუბერობა დაიწყეს თუ რაღაცა. ყველაზე გავრცელებული კონტენტი მაინც არის ბიუთი მიმართულება ხოლმე. იმიტომ რომ შეხედე, ახლა უნდა შეგაწყვეტინო და ჩემი შინაგანი ფემინისტი გამოუშვა. 4 გამოუშვი. დავაი. ახლა რა არის? მე მაგას ვებრძოდი, შენ წარმოიდგინე, რაც ტელევიზიაში კი არა, საერთოდ რაც დავიბადე მაგას ვებძვი მე მგონი, მაგრამ ტელევიზიაში ვებრძოდი მაგას. ნუ აი სულ მინდიოდა ჩემი შეტენვა მაგ მიმართულებით. მაგას ქვია შეტენვა, რაც ხდებოდა. იმიტომ რომ სულ იყო, აი ბიუთი კარგად იყიდება, ისე კარგად გამოგდის, გეგონება მარტო ეგ შემიძლია. ყველაზე მარტივი არის კოხტა გოგო დასვა და კრემი აზელინო სახეში. ხო, მაგრამ უნდა კონდეს კაი კომუნიკაციის სკილები კამერასთან. შეხედე ძალიან ბევრს აქვს, ეგ უნარი, ეგ არ არის რაღაცა ჯადოსნური უნარი, ჩართი TikTok-ი რა, რამდენი მაგარი ტიპი არის, ხა მე ვაფოლოვებ, ერთი ბავშვი ჩასვლა მინდა, 16 წლისაა, ფერმა აქვს და ქათმებს და ძროხებს დაძებს რა საყვარელია და რა მაგარი კონტენტი აქვს, იცი? ანუ ეგ პრობლემა აღარ დგას. ყველას შეუძლია ძალიან კაი კომუნიკაცია, თან იცი რა არის ეს ტიპი ხა აქ სამი კამერა ჩართული, შენ იგივე გამოცდილება ჩვენზე არ მოქმედებს. აი, TikTok-ერი რო დასვა აქ, ეხა შეიძლება გადაყირავდნენ, შეიძლება ვერაფერი ვერ ილაპარაკონ, იმიტომ რომ ეს კიდევ სხვა გამოცდილება, პირდაპირ ეთერი კიდევ სხვა გამოცდილება, მეგა შოუ კიდევ სხვა არის, საჯარო ლაპარაკი კიდევ სხვა და ეს არის საფეხურები. მაგრამ შენ რო ხარ ამ რაღაცა სატელევიზიო სივრცეში, ამ აკადემიურ სკოლას დაჩვეული და მაგარ კრიტიკას მიჩვეული. პლუს რომ მთელი ცხოვრება გაწვევიან, რომ აი შენ ყველაზე კარგად გამოგდის მხოლოდ ეს ბიუთი. ამას ვინ გეუნებოდა შენ? აი ყველა. სახელები დაიდ, ვინ გაკადრა? მე არ ვაკადე, ცუდი კი არა, ეს სტერეოტიპი. რატო ეგ სტერეოტიპი, რომ ლამაზი გოგო მარტო შეიძლება იტყნოს სახეზე რაღაცები? იტყნოს რაღაცა და ილაპარაკოს სილამაზეზე და მოდაზე. არავითარ შემთხვევაში ცუდად არ გაგვიგოთ, ან მე ძალიან მიყვარს ბიუთი ბლოგერები, ჩემი მეგობრები არიან, უბრალოდ მე თვითონ ბიუთი ბლოგერი, ხო, აი ჩაკეტილი ახმაზია საუბარი. მე სხვა რაღაცას ვამბობ, რომ პროფესიულად არსებობს სტერეოტიპები, რა ნიშა გეკუთვნის შენ. და აი იმ ნიშაში რომ მოგამწყდევენ, ვერ გამოხვალ. ტელევიზიაში ეგრე იყო? ტელევიზიაში ეგრე იყო და ზოგადადაც ეგრე იყო რა, რომ აი შენგან ამას არ მიიღებენ. ხო ხვდები? აი შენგან ამას ვიღებთ,
რჩევებს საწყთან დაკავშირებით და ის სხვა არაფერზე არ გვინდა შენგან. შენ მიღების ფაქტორს მაყურებელს გულისხმობ თუ სიტყვაზე დამსაქმებელს გულისხმობ? დამსაქმებელიც და მაყურებელიც. მაყურებელიც აი თავიდან მეგონა რომ რაღაცა მომენტში დავკარგავდი მაყურებელს, იმიტომ რომ იმას ერჩივნა რომ ყოფილიყავი დავარცხნილი, სუფთად, კოხტა კოპწია და იმის იქით არაფერი არ აინტერესებდა. ალბათ ამდენი წელი იმიტომ თანხმდებოდი ამ ჩემ დავარცხნილ ვერსიას, რომ ეს იყო ერთადერთი ვერსია, რომელსაც საზოგადოება მიიღებდა. ხო, ვინც იტყვის, რომ მაგრამ კიდია ხალხი რას ფიქრობს, მაშინ ამ პროფესიაში არ უნდა მოხვიდე რა. ამ პროფესიაში მაგრა უნდა გაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი. ეს უბრალოდ ხალხი კი არა, მაყურებელია. შენი მაყურებელი უნდა გიყვარდეს, პატივს უნდა სცემდე და უნდა ფიქრობდე თითოეული შენი სიტყვისგან და საქმისგან მათ რას არგებელი აქვს. შენ თუ მაგრად უდგები შენ საქმეს. ანუ მაგას თუ არის ფიქრები, იმას შენ აი არ გაქვს, შანსი არ გაქვს რა. შენ იმაზე უნდა იზრუნო. მაშინ კრიტიკასთან როგორ ხარ? თავიდან მაგრამ აკრიტიკებდნენ და ეხა YouTube-ს რა ვიცი. არა, ერთი ისინი რას აკეთებენ, მესამე მხარე, მოგულისხმობ, შენ როგორ ბრაზდები, ნერვები მეშლება და ანუ რეფლექსირებ ამ თემაზე. ხო, აბა ეხა. ქება სიამოვნებს? ახლა ნუ მარტივი ადამიანი ვარ, მიხარია. სიამოვნებია, მიხარია 3 დღის ბავშვით. მიქიცინებს, მაგრამ ეგ არ არის საზომიერთეული, რაც არ უნდა 10 კაცმა შემაქოს, მე ჩემთან და ასევე გაკრიტიკოს. ხო, ჩემთან თამაკ რაღაც ანგარიშები, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა, იმიტომ რომ მე რაღაცას დღეს ესე ვაკეთებ და შენ არ მოგწონს. მე უბრალოდ ვიცი ორი ნაბიჯის მერე რის გაკეთებას ვაპირებ და საითკენ მიმყავს და შენ ახლა მე ამ ყველაფერს ვერ მოგიყვები, ამიტომ ხო, პრაგმატული გათვლა არის. რაღაცა გათვლის ნაწილია, მაგრამ ახლა ძალიან დიდი კრიტიკა იყო ბევრ რაღაცასთან მიმართებაში, ხა მე სტანდარტული წამყვანი არც არასოდეს არ ვიყავი და ის ვცდილობდი ამ ჩარჩოდან გამოსვლას და რაღაცა ხო ვამბობდი რომ აი წამყვანს უნდა კონდეს მე ხასიათი, დამოკიდებულება, მარტო ცარიელი სახეკდა ცარიელი პერსონალით, ხო? პერსონალით, რაც დასავლეთში ძალიან დამკვიდრებული არის. შენი მოსაზრება, აი ძალიან მიღებულია ვეთანხმები, რომ აი მე არ უნდა კონდეს წამყვანს. ამბის მთხრობელს რა, მოდი ზოგადად თქვა. ხო. მაგრამ მე პირადად ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც მე მაინტერესებენ. და ეს ამბის მთხრობელები რაღაცა მომენტში თუ არ გაცოცხლდა ჩემთვის და ცარიელი გრამატიკულად სწორი და დავარცხნილი ტიპია, არანაირი ემოციური ბმა მასთან არ მაქვს. 80% ტელევიზიის დღეს ხო ეგრეა. კი, მაგრამ ეს მოლაპარაკე სახეები არიან უბრალოდ. საინფორმაციო გასაგები. არა, საინფორმაციოს ხო ხვდები, მან ისედაც პონტი არის რა, ეხლა ზედმეტი კონტექსტების გარეშე. ნამდვილი უნდა იყოს. ბევრი გახსენდება ეგეთ ტელევიზიაზე დღეს? ტელევიზიაში კი არა, ცხოვრებას ზოგადად ძალიან ცოტა ნამდვილი ხვდება. და ეგ იმიტომ მოდის ჩემი აზრით, რომ რაღაცა პირობითად 20 წლის წინანდელი შეხედულებებით ხემწყვანელობთ დღესაც. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. რომ ხალხს უხდება ეს, კაცს უხდება ეს, საქმე უნდა იწყოს ესე, სიუჟეტი უნდა გაკეთდეს ესე, კადრი უნდა იყოს ეს. აი, ხო ხვდები, რასაც ვამბობ. კი, აბსოლუტურად მასწავლე. ეხლა ეს YouTube არის, როგორც იმაში გაშალე რა ფრთები. და კიდე ჩემ თავზე მეშლება ნერვები, რომ ისე ვერ ვშლი თემს, როგორცაც კიდე მგონია რომ შემილია. ხო ხვდები, უფრო მეტი თავისუფლად უნდა თქვა. ნუ ახლა რაღაცა აზრები მაწუხებს თავში, რომელიცაც მგონია რომ ჯერ ხო ხვდები, მაინც ყოველთვის ვფრთხილობ, რომ აი არ იყო ზედმეტად მწვავე. ხვდები, რასაც ვამბობ, რა? ხვდები, კი. ხო, არ იყო ზედმეტად კატეგორიული, არ გააღიზიანო ადამიანი, ხო? მე მაქვს გასართობი კონტენტი. ხო, მე ხო მარტო მაგას ვაკეთებ. მე უბრალოდ გართობ, გათვალიერებინებ საინტერესო ადგილებს და გაცნობ ძალიან საყვარელ ადამიანებს. იქ მან და არ არის მაგის სივრცე. ხო, იდეაში კონტენტი რაღაც პონჩი ხო დაცულია რა. თუ ზედმეტს ძალით არ გააკეთებ, ხო ხვდები, ეს არის კონტენტი, სადაც შესაძლებელია რომ ნებისმიერ ადამიანს უყვარდე. დანარჩენ ბევრი რაღაცა კონტენტის სახეობებში ეს რთულია რა. მინიმუმ აი პოლარიზებული საქართველოს ფონზე ხო ხვდები, შეიძლება არაფერ შუაში ფრაზა გახდეს რაღაცა ამა თუ იმ ქვეტექსტის მატარებელი. თუნდაც ამ პოდკასტზე არაერთხელ ყოფილა. ხო. აი, საერთოდ მაგაზე ვამბობდი, ვიღაც ვეუბნებოდი, რომ ხანდახან აი ეგ დამეწყორა, რომ აი რაღაცა გადაბრუნებულ ერთ ნათქვამს, რომელიც შეიძლება იყოს დაუფიქრებელი, გაუაზრებელი, ემოციური, ან სხვანაირად ამბობდე.
ისეთ სუდად შეიძლება მოგიტრიალდეს და ისეთ სუდად უკაცრავად გათრიონქვია მაგას, ხო? ხო, კონტექსტი აქ ხო ძირითადად ხალხს არ აინტერესებს. ხალხს კი არა ზოგადად რა არ გვაინტერესებს რა. რა აგრესიის ტალღა მოდის. კი, YouTube-ზე ეგ არ ქონია ესე იგი. წეგანი ძახდა ჩემებო რომ რა არისო რა ნელა მივდივარო. მე ვთხარით მოთმინება და ის გამოიმუშავე მეთქე 45000 ხო? შენ ამას ეძახი ნელას. ნელას ეძახის ხალხო 45000 რამდენ ხანში ერთ წელიწადში? ერთ წელიწადში. მოდი არ დავიწყებ აქ ჩვენი სევდიანი ისტორიების ყოლას 1961 წელი. YouTube-ის აპლიკაცია და ვზივარ და ვფიქრობ, როდის გაიზრდება მოყურე არა. ყველა ჩვენი გზა გვაქვს. ანუ მე გეუბნები რომ ძალიან კარგი შედეგია. იმიტომ რომ კონტენტიც ისეთი არის, რთული არის. გამეცვითა, ფეხი გამეცვითა. თელი საქართველო რომ მორჩება რა სპიკროფ მე. აი, სუეჩი სადღაც არის. გეშტაბესტილებ რჩება რომ დაჟე რომ მივწერე, მგონია რომ სადღაც აი ყანცვავდა ხევსურეთის ბოლო იმაში, რა ქვია, ვიშკაზე სადღაც იყო. ძალიან საინტერესო კონტენტია ეს, ანუ მაგრამ შურს რეალურად, რომ მე წელიწადში ერთხელ მაქვს ეგეთი დიდი გასვლები ხოლმე რა, მოტოთი გავდივარ ევროპაში. ხო, მე ეგრე მოგზაურობ, ეხაც გეგმავ ამ ზაფხულის ტურნეს, მესამე სეზონი არის პროექტის და მე მანდ ვიკლავ ხოლმე, მაგრამ სულ ესე რომ დადიან, აი მაგალითად აი სოსო, გიგი ვიღაცები რა, აი საქართველოს ფარგლებში გარეთ, მაგრამ შურს ხოლმე, მაგრამ ძალიან დამღლელია რა და მგონია რომ იცი რა აქ მაგ კონტენტ შეიძლება მეშლება იმიტომ რომ მე არ მიკეთებია რაღაცა სისტემატიური სახით გატრუხების პონტი არა აქ ანუ იგივე ენთუზიაზმით მიდიხარ ხოლმე ყველა გადაღებაზე ну გაჩნია რამდენად მე ხარ ამ შაბათკვირის გარდა ხო როცა ვიღებ შუაკვირაში ხო მუშაობ საქმე შვილი საქმე ხო კიდე ცხოვრება კი ცხოვრება მეგობარი რომ და დიდას დაელაპარაკო ბაზარი ამბობენ საჭიროა ხო ხო ბავშვი ოჯახში 5 ბავშვია იქ მამიდაშვილიც აი ხო ხვდები საცობით ფილიში იქ რაღაც ფჭილის გაკეთებაც მინდა მაინც ქალივარ და მაინც ქალივარ ხანდახან საჭირო ხო კი მიჭირავს ხანძი და მთაში დავდივარ მაგრამ მაინც ფიზიკური თემა რომ დამჭირდეს ფეხზე გახდა ხო ხვდები თავი არ მოვიჭრა ხო და ამ კონტექსტში თუ ძალიან გადაღლილი ვარ და დასტრესილი ვარ ცუდი ემოციური ფონი მაქვს ნიკა და მარიშკა არიან აი არ ვიცი აი იცრებს აკეთებენ რომ რაღაცნაირად შემა აი არ ვიცი გამახალისონ და ენერგიაზე მომიყვან ყველაზე მძიმე ადგილებიდან რეკავს მარიშკა მოგითხრა მარიშკა რომელსაც უყვარს სიცილი მოგითხრა მარიშკა ხო და უპასუხე თუ გიძე რატო იგნორებ მარიშკა პოდკასტის ჩაწერაზე ვარ და უცებ თქვი პოდკასტის ჩაწერაზე არა არ თქოს უცებ ნელა თქოს კაც არ გვეჭკარება მანამდე მეგეთყვით რომ მასალას ხო გამოვიდა არხი აღწერაში იქნება შეგიძლიათ გადაბრძანდეთ და გამოიწეროთ ამ ადამიანის ვლოგები ნახოთ ძალიან საინტერესო ვლოგები აქვს ასევე თუ აქ ახართ და შემთხვევით გამოწერილი არა გაქვთ შეგიძლიათ მიცხოთ თითი თუ გიყვართ ჩემი პოდკასტი შემთხვევით თუ არ ხართ გამომწერი რატო კარგავთ დროს გადასხეთით და ეგ არის საქმე გაკეთებული აბა მაცი ეხა ხო მივდივართ ვაშლოვანში რა დაძაბული ვიყავი და ამარიშკას ახლა დღეში რა გადაღება აქვს მე ცალკე ჩემი მოკლედ და ჩვენი საქმე იყო უნდა დაგვერეკა ვაშლოვანში და დააპირებ წასვლას და გირჩევთ სეზონია უნდა აიღო ნებართვა ნაკრძალია ეროვნული ნაკრძალია და ისე ვერ შებოდიალდებ შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს ხო ნაკრძალია ისე ვერ შებოდიალდებ ჯერ ხო აზერბაიჯანის საზღვართან გადიხარ და უნდა დარეგისტრირდე და მთელი ამბები ხო და გეგვახსენდა ხა ეგ ამბავი 2 საათის წინ უნდა გაგვეკეთებინა სადღაც უშუალოდ კართან გაგახსენდა ხო იქ რომ მიადე აი არა იქ არ სასაზღვრო იმასთან არ გაგვახსენდა და მოკლედ მოაგვარა მომილოცავს ანუ შემდეგი ეპიზოდი იქნება ვაშლოვანი ვიშვებენ მომილოცავს ძალიან მაგარია ან როგორც ვიხდი ფუნქციები გადანაწილებული გააქვთ და როგორ მშურში მე როგორ მშურს აკაია ანუ სამკაძი არის გატეხილი ვიღაცა სიტყვაზე მარკეტინგი აბარია ვიღაცას რაღაცა დასერჩვა რისერჩი ამბავი რაღაცები ხო 5-ნი ვართ აი ეს ვებშტა 6-ნი გიო ხო ყველას მოგითხა კამერა ნიკა კამერა გიო კამერა გიდი მაშველია, ანუ კისერი რომ მოვიტეხოთ. ჯვარი გეწეროს. ჯვარი წერეთ, მაგრამ გიოს იმედი გვაქვს, ისეთ ადგილებში დავდივართ, მაგისი ალბათობა ყოველთვის მაღალია და რომ ცოცხალი ჩამოგვიყვანონ არის გიო, რომ მოიტეხო ხელი მართლა ჩანთაში აქვს ყველაფერი, რომ ახალი ხელი თუ რამე ახალი და მიაბაგებს. აგერ თვალი და
ნიკა წამყვანი ნაწილობრივ უმეტესი კონტენტი ეს ადამიანები და ადგილები მისი არის და ნუ ნაწილობრივ პროდიუსინგი გადაღება რამე არ გამომჩეს ხო upload შეგაკეთებ ეკოდე რა upload-ს აკეთებ ხო აი შეხედა მარიშკა ჟურნალისტი დაგეგმაში ჩართული და კიდევ ერთი კამერა მაინც უჭერია იმიტომ რომ სამი კამერით ეთესი არის ხო რა თქმა უნდა დაკათვა მასალის ეს ხო ესეთი მასალა არა ეს ხო აი კაი 6 საათიანი 7 საათიანი მასალა კაი ერთი 300 გიგაბაიტი მინიმუმ ხო ბოლო იყო 450 უიდედა ხო და ისე რა ქვია ამას ხო უნდა დაკათვა ორგანიზება რაღაცა დაგეგმა და რესპონდენტებთან დარეკვა რაღაცა გადაღებაზე წამოსვა შეკვრა ეს მარიშკა თქვენ უყურებთ ჩემი სახით ესე იგი ნაწილობრივ გაყიდვები, ნაწილობრივ მარკეტინგი, ნაწილობრივ წამყვანი დაგეგმაში ყველაზე ნაკლებად ვიღებ უფრო ნიკა და თამუნი ნაწილებენ სოციმედია სტრატეგია მადლობთ იმენ აქ მე აქვს ოხრად და არის ესე იგი ჩვენი თავკაცი რომელიც ამბობს რომ ესე იგი რა არ გამიკეთებია ცხოვრებაში და 4 ესეთი ამბიციური ადამიანები ესეთი შიდა კონკურენციის სიტუაციას ამართავად არ მქონია აი ხარისხი ჩვენი ორგანიზებული მუშაობა ეს მთელი პროდიუსინგი რაც არის პროდიუსერი რა ჰედ პროდიუსერი არის და ხო ასე მაგრამ სულ მაგას ვამბობ რომ თითო კაცზე მოდის ესე რა ლომად და გურო ჩემი სიკვდილი გურო მეშვიდე რა მეშვიდე მონტაჟის რეჟისორი მთავარი ანუ ჩვენ არც ერთი არ ვართ მნიშვნელოვანი ყველაფერს ეშველება გურო რო აღარ იქნება ვლოგი იმიტომ რომ გურო არის დრამატურგია სცენარისტი ანუ ეს ჩვენი დაცინი ეს მთელი მუღამი რაც არის არხის გუროს ღამის 3 საათზე მოფიქრებული თემაა არის მონტაჟის რეჟისორი ოღონდ აქ როგორი გემოვნება იცი რომ აი როგორ საშინელი შავი იუმორი აქვს აი საზიზღარი აი ნახევარზე მე თუმრობებს ხალხი ვერ გაიგებს იმიტომ რომ აი სადღაც რაღაცნაირ ესეთ ვიყურები და უცბად ძროხა არა ღორი ამოგვარგული ტალახში და ეს ხომ და მიხვდე რომ აი მე დაგცინის და ნუ გურო არის ეს მაჯიკ კაი ბლომად ვართ მაგრამ დიდი თემა არის გაიგე ჩვენც კი გვიჭირს ყოველ კვირას 8 სეგმენტიანი ამბავი ჩამოიტანო და მოასწრო ამისი ყველა კონვეიერივით უმუშავა ხო არა მაგარი ტვინის ბურო არის და აქედან გამომდინარე შეკითხვა მებადება ანუ არა დაღლა ნუ კაი მესმის ანთებული თვალებით ხედა რომ ისე გაგეხარდა ახლა ის ამბავი რომ დაღლა ჯერ რესურსი გააქვს ერთად დიდხანს გაიკაჩოს ანუ რა გჭირთ ლარი და 14 თეთრი? კი ლარი და ეს ლარპი ცოტა ვერ მივხვდი 7 კაცზე ტყდება ნებისმიერი ჰონორარი 6 კაცზე 5 იყოს თუ გინდა ერთი მე ჩავტეხავ აჰა ლარპი ანუ ჩიტი მტუნად ღირს იცის კი იმიტომ შეხედე სულ ემატება და თანხებით იზრდება და იზრდება ეხა მე სპეციალურად კითხე და რატო მინდოდა რომ ეს გეთქვა რაც თქვი და რატო ეგრე რო არის მეც ხო ვიცი მაგრამ მე რომ მე ასეთ არ გავაჟღერო კიდე მინდოდა გაჟღერებულიყო და რატო ჩემთვის ძალიან სასიხარულო ფაქტორია როდესაც ნიჭიერი ერთეულები ბარგდებიან ხოლმე აქეთ ტელევიზიიდან აქეთ რა და ძირითადად აი ხა რუსკასთან ვიყავი რაღაცა ბაზარი არა თუ რაღაცა ჯიგარსო მე რამდენი გვილაპარაკია ისა რა ქვია 1 წლის წინაც ამბობდა რომ აი როგორ მინდა და რამდენი ხანია მინდა და ვერ მოვაბი აი ხო ზუსტად როდის კერავდი იცი აი ეს არის მე 6 სეზონია უკვე ამ პოდკასტ პირველ სეზონში რო იყო აი მაშინ ვკერავდი და ისე იყო რა ხო იცი სადღაც გავიგონე დედიკო მაგრამ არ ვიცი რა არის დედიკო ეშინო და თამ YouTube-ის ვერ გაი აუ ისა გაკ დიახაც მაქვს ასკაბათანზე იყო ლაპარაკი შენს გექნება არი ნერვიულო შენს გექნება მე 6 წელს ჩამომივიდა გაიგე ლოგინში ჩავიწვე აუ აი ზუსტად ეგანწყობა მაგეფიცები რო ჩამოვიდა აი ერთი შვილი გამეხარდა ეგრე და მეორე აი ეს იყო რომ ეს რო დავინახე რაღაცა სხვა შრომის დაფასების ამბავი სვეჩე გეუნები ესე იყო კოცნიდი ვეფერებოდი მე ჩარჩოში ჩავსვი თუ რაღაცა და უკეთეს ადგილს ვიყავი მე გადავკიდე აკდადე რა
ხო, აი ეს დეკორი ახლა შეიძლება სტუდია გამოიცვალო და ბევრი რაღაცა შეიცვლება. ეს ტრანსფორმირდება ხოლმე, რა წინა ხო და რას ვამბობდი? რუსკაზე იყავით და YouTube-ზე ბევრი ხალხი გამოდით. ნიჭიერი ერთეულები, როდესაც ეს ტელევიზიისთვის ცუდი მინდა იმიტომ კი არა. უბრალოდ მიხარია, რომ ამ სფეროში, რასაც სიტყვაზე YouTube ქვია და ამ პლატფორმაზე, ესეთი ინდივიდუალური ერთეულები შემოდიან სხვადასხვა კონტენტით. რა ეხლა რუსკამაც რომ მითხრა, რომ всё გადმოვბარგდითო და მე და ნანიკო ხაზარაძე რომელზეც გიждები, ხო ხდები რაღაცა ახალი დავიწყეთო, ამანაც თავისი, ანუ всё, სკანცამიო, გადმოვედითო რა. ანუ ეს ჩემთვის როგორი პონტია, იცი რომ რადგან ეს full time job-ი გახდა ეხა და აი ადრე იყო, როცა მე 2017-ში რაღაცა პროსტა ვლოგებს დებდი და გარე ვინჩესტერად ვიყენებდი, ესე არ უყურებდი რა, ეს იყო გასართობი. კორონას მერე, როდესაც აი პოდკასტი დაიწყო, ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდა, მაგრამ ფინანსური არა, შრომა, რესურსი, ეს არის უდიდესი შრომა მართლა, იმიტომ მიხარია ეს ბათანი, ხო ხდები, მაგის რაღაცა დაფასების პონტი არა და ჩემთვის ეგეთი ტიპების YouTube-ზე შემოსვლა ნიშნავს YouTube-ის ახალ საფეხურზე გადასვლას. ისევ ჩემთვის მეტ დამკვეთს ისევ თამასის აწევას ხო ხდები ეს ყველაფერი არის ისევ ერთ საქმეს ემსახურება ამიტომ გავაჟღერებინე თუმცა აქ არის პონტი ყველა ტელევიზია დატოვოს აქა და რო გადმოდიხარ YouTube-ზე ეგ ყველაზე მწეშე რომ მკითხე ყველაზე მწვავე კრიტიკა თავიდან სანამ ბოლომდე არ რაღაცნაირად არ შევიცვალე კი არა აი რაღაცა სატელევიზიო რომ გამეპარებოდა ტერმინიც კი აი რაღაცაზე გააკეთე ხა ასე რა ქვია გამახვილება რა შენ როგორ აღიქვა მაგას მე ტელევიზიაშივე 9 წელი როცა ვიყავ მე მაქსიმალურად ვებძოდი ჩარჩოებს მე მეზიზღებოდა ჩარჩოები და შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ ვიყავი რომ ძალიან მებრძოლა სიმამაცეზე არა ყო მე ესე ვხედავდი რომ სიტყვაზე არ მინდოდა აი შე რაც თქვი რა სტანდარტული მოლაპარაკე ტიპი ყოფილიყავი რა პროსტა რაღაცა ბიჭი გამოდის და რაღაცა საკეთე ხო ანუ მე სუცდილ რამდენად გამომდიოდა ეს უკვე სხვა თემა არის ხო ხდე მინდოდა სუბიექტური მარცვალი ყოფილიყო ინდივიდუალური აქ რო გადმოვედი ეს შემოქმედებითი თავისუფლება რაღაცა ან მე ეგ პრობლემა როგორც ასეთი ანუ ტრანსფორმაცია არ დამჭირვებია ხო ხდები იქაც პოხუისტი ჩარჩოს გარეშე ტიპი ვიყავი და აქაც ბჭყალებში პოხუისტი ჩარჩოს გარეშე ტიპი ვარ მაგრამ ყოფილან ჩემი კოლეგები საოცარი არტისტები ვინც ცადეს გადმოვიდნენ და მაგის გამო YouTube-ის თამაყურებელი ხო ცოტა სხვანაირი ისეთი ბულინგი წავიდა თან ბულინგი როგორ იცი რომ გვიყვარ ხარ მაგრამ რასაკეთებ სხვაგან ხარ მიხვდი შენ რაში დაამუღამე რომ სიტყვაზე ეს ახლა ტელევიზიის მომყვება რა იცი რა არის ხანდახან მაგალითად როდესაც აი ვანში ჩავედით მუზეუმში და მუზეუმის ფანტასტიკა ვანში ჩავედით რა სასწაული მუზეუმი და გამოდის უმაგრესი ეს მუზეუმის დირექტორი არის და 40 წელია მუზეუმს ემსახურება და მე შტაბეჭდილების ქვეშ ვარ და ჩემთვის ეს კაცი დიდი კაცი არის რა ვისთვის როგორაა და ჩემთვის ესაა დიდი კაცი რა 40 წელი შეალია და ექსპედიციაში რო დადიოდნენ ხალხი და იქრაურობას რო იკვლევდნენ ეს კაცი იქ იყო და ეს ადგილი ჩემთვის ჯადოსნურია და მოკლედ გავხედე მოგესალმები თქვენი მოსაზრები ხო მაგალითად ხო ავტომატზე გემართება ეგრევე მივხვდი რა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ და აი იქ რო დამიბრიალეს თვალები რომ ზედმეტი დავარცხნა რა, ანუ აი ზედმეტი ხო გაპრანჭო დავარცხნა, რომელიც აქაურობას მე მქონდა ძვირფასო ტელემაყურებლება ეს ფრაზა, ანუ აი ვერ ამოვაგდე ხაც გამძვრება ხოლმე. რა ქვია რეკლამის შემდეგ, ხო, ეგ არის. ნუ არა, ეგ მარტივად დაძლევადია, ეგ არაფერი ისეთი რა. ეგ უმაკიაჟოდ დაჯდომაც ისეთი თემა არის რა, მთელი ხო. მაგას მივეჩვი, ახლა რო გითხრა ძალიან ახთოვანებული ვარ, ესეთი კადრია. ეს ახლა არაფერი არ ისვია? რა, მისვე ხო ის პაპულები მაქვს, ახალი გაკეთებული მაქვს ბიორევიტალიზაცია. ხო, ანუ ქალბატონები ხო ისედაც რაღაც მინიმალურს ხო იკეთებთ ხოლმე რა. ეხ კაცები დავდივართ სააპონ გადარტყმული დილიდან გამოხვედი, კვილი გაიხეხე მორჩა. კარგი რო გითხრა. რუტინა, კარგი არის კაცო, რუტინა, კაია. ანუ შენი ძახი რო სიტყვაზე YouTube-ის ასპექტს რო დავამატოთ, აქ გრიმი კაი იქნება? არა, იცი რა. გრიმი მეიქაპ, გრიმი თეატრალური ამბავი. მე მაგალითად ხანდახან არის ვლოგები, სადაც მაქვს სულიერი წიაღსო რომ მინდა რა კარგად გამოვიყურებოდე და აღარ მიშლიან რა. მაგრამ მე მიყვარს მაკიაჟის კეთება, თავის მოვლა, ერთი კრემი საცხი, ერთი საცხი, მეორე საცხი, ერთი ნიღაბი, მეორე ნიღაბი. სახში თუ არის, ეგ სულ ნიღაბ გარჭობილი, ან თავი ყველგან ნიღაბი მაქვს რა. ის ჩემთვის არის რაღაც თავის მოვლა არის
მუსიკას ჩართო წიგნს წავიკითხავ რაღაცებს სასიამოვნო რუტინა. სასიამოვნო ჩემ თავში დაკაფსულებული ტიპი. ოხეს ქალები არა მეგობრებო, ოხეს მე ქალები. დავჯდები ერთი ის რა ქვია მიყვარს ეს ახალი რაღაცნები, პროდუქტების გატესტვა ხანძერს წავითხი, ნუ ხარობ. და ისა გასართობი რა, გოგოს გასართობი და ხანდახან მინდა რომ YouTube-ზეც არ დავკარგო ხიბლი, მაგრამ მაკიაჟის მოცილება და კოხტა სამოსის მოცილება მომცა ის თავისუფლება, რომ მე ვკონცენტრირდე იმაზე თუ რა მაქვს მოსაყო. და მე სინამდვილეში ყველაზე მეტად მაგ ყველაფერს თუ გაწევ, მე მიყვარს საინტერესო ამბების მოყოლა. ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული, საინტერესო ამბის გაგება და მე ამ ხალხისთვის მოყოლა. და აი ჟურნალისტიკა, ვლოგინგი თუ რა ვიცი, ინფლუენსერობა ეგ არა, შენ ხარ რაღაცნაირი მედიუმი ამბის და დანარჩენი საზოგადოების შორის. გამტარი რა. ოღონდ შენ ატარებ იმ ამბებს, ახლა მე ხوار მოგიყვები ბირთვულ ქიმიაზე მართლა, თუმცა საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ იმ ამბებს ატარებ, რაც შენ გულთან არის ახლოს. და ჩემ გულთან არის ახლოს 83 წლის ბებიები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ საქართველოში და ასეთი არის ძალიან ბევრი, ძალიან საყვარელი ქალი და არავინ არ იმსახურებს სიბერეში მარტო ცხოვრებას. აბსოლუტურად გეთანხმება. 5-6 ოჯახია რო შემორჩენდა. ეს ქალები რო აღარ იქნებიან და ბევრი დარჩა, ვერ გავგი 100 წელი დარჩათ კიდევ, მე ვინ რჩება იქ? საერთოდ ეგეთი ქალები კიდევ იქნებიან? ეს სოფლები კიდევ, ანუ რაღაცნაირი ტრანსფორმაცია მიდის ჩვენი ქვეყნის და რაღაცნაირად ვცდილობ, რომ აი ის დრო, რომელიც აღარ იქნება, რაღაცნაირად შევინარჩუნო. ჩვენ ხო ყველანი გაზრდილები ვართ ბებია ბაბუას მონაყოლ ამბებზე, როგორი იყო ბაბუა, ის წავიდა ომში, ის მიმან რაღაცა და ამ ხალხის ისტორიები არის მნიშვნელოვანი. და რაღაცა უნიკალურ სევდასაწყდები ხოლმე, ანუ რა მგონია, იცი რომ დაცლილ სოფლებში რო ადიხარ. ერთია რომ ეს რაღაცა გაგების დონეზე ვიცი დედიკო თუ რაღაც, მაგრამ უშუალოდ რო ხვდები ადიხარ სოფელში, რომელიც დაცლილია და იქ 1 და 2 ბებია ცხოვრობს. 3-4 სახლი ერაჭაში იყო, 3 სახლში იყო შუქი და ფეთში 3 სახლში იყო ანთებული. ხო ყვამლით ხვდები, რომელი სახლია ცოცხალი რა, ზამთარში ყინვარო არის. და რა მოგეწონებია იცი? ოჰო. მე აი მიტოვებული დაცლილი სოფლები. აი შვეიცარია, აი იქით იტალია, აქეთ საფრანგეთი. აი რომ მოვლილი იყოს დავარცხნი ის ხის სახლები გამართული, მეხუმრები. აი ჯადოსნური არის. ყველაზე მეტად რომელი მხარე გიყვარს? შანსი არა ვერ იტყვი, სხვადასხვა სამყარო. აი სამცხე ჯავახეთში შემიძლია წავიდე სულ. იმიტომ რომ რა მარსი არის, რაღაცა მისტიკა, ძველი ხალხია, რაღაცნაირი ბუნება აქვს, აი ძალიან ლამაზი და ძალიან მკაცრი. აი რას გავს იცი? Lord of the Rings რო არის. აი ეგაა. ხო. აი ისლანდ, აი რაღაცა. ახალი ზელანდიის პეიზაჟები. სვანეთში და ნუ რავი, იქვე ხარ აღარ არსებობს. ან მესტიაში არის დრო დაკაფსულებული, დანარჩენი სამყარო თავისთვის მიდის და მესტიაში თავს პონტი არის. ნუ აი ცხოვრობ შენი ცხოვრებით კაფსულდები. წამსვლა იქიდან არ გინდა რა. მაგარი ხალხი, მაგარი საჭმელი, მაგარი მთა გინდა ის რეალი, აი რაც გინდა. ძალიან კაი ეპიზოდი იყო, ნახეთ, რა ქვია იმ ეპიზოდს. ორი გავაკეთე სვანეთზე. სუფრა რო იყო, ძროხებში რო იყო გაშლი, ანუ იქვე გარშემო რო იყო, რიტუალი რო იყო, რაღაც საოცარი. კომბოს რო თავში სვიმნიშობა. ეგ რა იყო? აუ რა, კაი ვიდეოა, ხალხო, აი აუცილებლად გაჩეკეთ რა. ეგ ტრადიცია, შენ ეგ ყველაფერი. როგორ ქვია? სვიმნიშობა. უცნაურია, უცნაური. მთელი ის არის რაღაცა ამბავი რა, რამდენი წელი მაგას აკეთებენ შეიძლება გამოშტერდი და ეგ ყველაფერი ხელიდან მე არ ვარ ეგ ტიპი, რომ ყველაფერი შევპირიქით, რეფორმატორი ვარ, ახალი გვინდა, გახსენება გვინდა, ვინ ვართ, წინ უნდა წავიდეთ, პირიქით, უნდა ავშენდეთ, ფეხზე დავდგეთ, წელში გავიმართოთ და შეუბეროთ. აი ეგ არა, უნდა პირიქით, ძალიან მაგარი მომავალი უნდა გქონდეს, მაგრამ აი ამისი შენახვა ამ ხალხის, ამ რიტუალების, ამ ტრადიციების, აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი წარმატებისთვის. აი ჩემი შვილისთვის მინდა, ამას რასაც ვაკეთებ, მინდა რომ ჩემი შვილი რომ დაჯდეს და ამას უყუროს რა. რომ აი არ დაავიწყდეს, რომ აი ეს ვართ ჩვენ, ეს ხალხი ვართ, ამას ვაკეთებ. ვანში რო ჩახვალ და ნახავ იქ რა არის ნაპოვნი. ხო. აი ესე, просто ყვა ვერ დავკეტეთ ვერც ერთმა. შურს. ვაფშე საერთოდ უსმენდა შურს.
აი შეხედე რა დონეზე რომ სტუდიაში მოდივარ ექს ვაწვევი. ეგ ქონდა მეც ტელევიზიაში. სტუდიაში მოდივარ ექს ვაწვევი. არა, ბლოგებიც მაქვს, მაგრამ ხო ხვდებით მაინც ჩემი რაღაცა სხვა პონტი არის რა. ესეთი კონტენტი როგორ ასწორებს რა. ხო, მაგრამ ძალიან დიდი შრომა, ფინანსური სახსრები, აი ნერვების გლეჯვა, დრო, ჩემთვის ახლა ერთადერთი პრობლემა დრო არის რა. დრო და ბავშვი რომელიც ახლა მცირეწლოვანია და მამა დიდხანს ვერ მოიხევა სახლიდან რა ხო ხდები და ბავშვთან ერთად ჯერ ვერ მოგზაურობ 2 წლისა 2 წლის და 3 თვისაა და ჯერ აი ერთი სული მაქვს აი თან მე ეგ ტიპი ვარ ხო ესე ტყეში გავიზარდე ტიპი ვარ რა სუ კარვით სუ რაღაცა და ერთი სული მაქვს რომ აი ცოტა ისე 3-4-ისკენ რომ სუაი ხო რა წავიყვანო და ჩემთან ერთად რომ მარიამსაც მინდა რაღაცა ვაზია რომ კარვით არაა ნამყოფი და აი ვაიმე მეთქი ვაიმე ეს რა რამ ხელა სევდა მაქვს არის უნდა გამოვასწორო აუცილებლად მაგრამ ნუ დრო რა დროის ამბავი დრო და ხო და მგონია რომ რაღაცა ხალხით ცოტა უფრო მაგრამ მოიწამლება მაგითი რა და მთის ქვეყანა ვართ მთის ხალხი ვართ ანუ თბილისში რომ მოვიქუჩეთ და მომრავლდით ანუ რა გონია რომ ბეტონია ჩვენი ხო ბეტონის ჯუნგლები ბაზარია ცემენტი და ბეტონის ისა ვართ ხალხი ეს არის მეორე ხარისხოვანი რაც ძალიან კარგ და ჯანმრთელ რაღაცას უკეთებ არხზე პოპულარიზაციას და ეგ ძალიან ასწორებს უყურებს სხვა ტრეველბლოგერებს იცი რა არის საქართველებს გულისხმობ ქართველებს ვუყურებ ვუთვალთვალებ მოდის ხო უსატკავებ სტალკერობ მაგრამ არ მიყვარს გეტყვი რაღაცა რასაც მე ვაკეთებ მაგალითად აი შენთან რომ მოვდიოდი შენ ძველი პოდკასტები მაქვს და ეხა სპეციალურად არ უყურე არაფერს იმიტომ რომ არ მიყვარს როცა მაგალითად აქ შეიძლებოდა ჩემ დაუნებლიეთ რაღაცა მოლოდინები შემექმნა მე გამიყვარს მეორე რაც არ მიყვარს ვიღაცას თუ დიდხანს შევხე არ არის გამორიცხული რომ მე იმის დაკოპირება დავიწყო ან ვიფიქრო ის უკეთესა არა შენი ტვინით შენი გუმანით შენი ინტუიციით შენი მონდომებით შენი გზით თვალს ვავლებ მაგრამ აი უშუალო კონკურენტად ეს ხო იცი YouTube-ზე არ არსებობს კონკურენტი რა კონკურენტი ტელევიზიის გაგებით კონკურენცია არ არსებობს ხო მაგრამ მე რო ჩემი ხაზი ხო ხდები ნიშა შენი ნიშა ხო ბაზარი არა ვეთო რომ არ გქონდეს გავლენა სხვისი შეიძლება ის იყოს სრულიად ქვეცნობიერი ხდები რასაც მესმის აბსოლუტურად მესმის ასე გადავალებ და ზედმეტად არ უზივარ რა რომ მიახლოებულსაც რომ აი ხო შენი თუმცა ის იმას ხო ხვდები და აღიქვა რომ ძალიან კარგ ანუ იმდენად კარგ ხარისხში კეთდება უკვე ტრეველბლოგები საქართველოში ეს საერთოდ მადლობა არის სათქმელი რომ ის ადამიანები რომლებიც მოვიდნენ YouTube-ზე მაშინ და ნული ამბავი ხდებოდა და მაყურებელი მოსაყვანი იყო მოიყვანეს ორი აზრი არა ანუ ჯერ ეგ რამხელა ტიტანური შრომა არის მათი ჩადებული და აი რამდენიმე კაცის დამსახურება აი ლენინები ხართ სვეტში აი ეგ თემა არის რა ჯერ ეს ხალხი მოიყვანეს და დატოვეს საიდან გაჩნდა ეს ხალხი ხა მე რომ თავისთავად მე ხო ვიცი ეს რა რთული საქმე არის და ალბათ როგორ იწვალა ყველამ და არ ვიცი რა დაუჯდათ ეს აპარატურის შეძენა ეს თვითონ ეხა მე უკვე მოლოდინით შემოვედი მეტნაკლებად საქმეში ვიყავი და ვიცი რა როგორ და ისინი ხო ერთი კამერით რო იწყებ მე აწყდები ის გჭირდება ის რო და ყველა ყოჩაღია ვინც ხელფეხი არ დაყარა და არ დანებდა და მიადვა და კი ბაზარი არა უკვე 1 წლის ისიც რო ავიღოთ რა ამბავი უკვე ყველა მაგათ ყველა მოღონ ერთმა და ორმა არა აი ეს უბრალოდ სახლის რემონტის ბლოგს რო აკეთებენ ტიპ ისიც უკვე როგორი ნაფიქრია დრამატურგია შემოვიდა ყველაფერი შემოვიდა ძალიან დაიხვეწა ძალიან და თან რო კიდე მაინც იაზრებ რომ ეს ჩანასახებია ისე ასწორებს ამის გააზრება რომ ეს კიდე ჩანასახებია რა ეხა იდგა ბავშვზე რო გააკეთო პარალელი ეხა იდგა ფეხი რა მოდი ესე ვთქვა საქმე აი კაი რჩება ჩემგან თუ გინდათ რომ რამე საქმე გამოიყვანოთ იმ საქმეში სწორად გონივრულად რისკებაზომილ გაწევ უნდა ჩაიდოს ბევრი ფული ძალიან იშვიათად ეს არის ტექ რაღაცეები რაც შეიძლება ფულის garaშე გაკეთდეს რა შეიძლება დღეს არ ჩადო მაგრამ ეტაპობრივად ხო ჩადე ხო იყიდე ხო განავითარე ის ხო ქენან
როგორც კივე წამოვიდა YouTube-ისკენ ფული და წამოვიდა და ეხა აღარ ვილაპარაკებ რა არის მაგის მიზეზები, ეს რესურსები რო გაჩნდება, შენ ხო ხვდები რომ ხარისხზე ეს ჯიბეში არ წავა, იმიტომ რომ აქ ჩაბრუნდება ეგრევე. იმდენს შრომობს, იმიტომ რომ უნდა გაზარდოს და მერე ის შედგება და იმუშავებს. ეს ყველაფერი წავა ხარისხის აწევა ამაღლებაში და ეს იქნება ის რაც ჭირდება ხალხს რა. ანუ 5 წლის მერე გონია რომ დიდი სხვაობა იქნება. აი 5 წლის წინანდელი YouTube მე მახსოვს და ძალიან დიდი სხვაობაა. ანუ კაკრას 5 წლის წინ დაიწყო დიდი YouTube-ის კეთება. ვაიმე შენ პირშაქარი. თან ChatGPT გვაქვს ხა. იყენებ? მე ვიყენებ, მაგრამ აი YouTube-ის კონტექსტში დიდად არაფერში არ მადგება ხოლმე. გადათარგმნე, გადმომითარგმნე, მისეჩე, წერილზე პასუხი, პრეზენტაცია მიწყე. ხო, ეგეთი რაღაცები ბაზარია. გაგდებული მყავს Facebook-ში. ჯიგარია ChatGPT, კი, გუშინ წინ დედაჩემს გადმოუწერე და გაგრას გუშინ წერდა, რომ დედაო, ყველაფერზე პასუხი აქვს. მეუთხარი თლად ნუენდობი და ყველაფერზე მაინც რა ვიცი. ჯერ არა აქ, მაგრამ მამაჩია მომწერა კიდე გენიალური რაღაცა გუში რომ ბიჭო, კითხო, ვინ არის გიორგი ვარდოსანის მამაო და საწყალი გარდაიცვალა, მითხრა. მეუთხარი მაგას გადაეცერთ ხო არა? ხო, რომ შეიძლება ასწავლო. არა, ჩავაკორექტირებინე, მეუთხარი მიწე რომ მე ვარ მამამის, მეუთხარი ჯანზე მაგრამ მაგაზე თუ გიფიქრი არის, ანუ ეს კონსპირაციების თეორიის დიდი მოყვარული მე არ ვარ. იმის გარდა რომ იმის გარდა რომ მაგალითად ხვამლის მთაზე რომელზეც ეხლა ჩვენი მივდივართ. შენ საქართველოს ლოკალური კონსპირაციული თეორიები? გეტყვი რომ ხვამლისთან თუ გიყვარს ლოკალური კი ხვამლის მთა ვანის მუზეუმის დირექტორისთან ახმად, რომელიც პატარა კაცი და პატარა ცოდნით არ არის. სოფლიო მასშტაბზე არის ლაპარაკი. აქ იმაზე კი არა, ლოკალურად არის. სოფლიო, იმიტომ შეხედე ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ კოლხეთზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ლოკალურად და რეგიონში. ხო. მე-13 საუკუნეში არგონავტები ჩამოდიან, ოქროსაწნისი რა არის? ხო. ცოდნა და ცოდნა რა იყო? რკინას და ოქროს და მძიმე მეტალებს ისევ ამუშავებდით, როგორც ვერ შვებოდა, ამას ვერავინ ჩვენს ირგვლივ ჩამოდიან გასაგებად, რას აკეთებენ ესენი აქ. ანუ ჩვენ დაზღვერვის სამსახური ჩამოდის რომ გაარკვიონ ეს ხალხი როგორ მუშაობს, იმიტომ რომ ნახავ შენი თვალით იქ მერვე საუკუნის ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნის ნაკვეთობებს, მაგას დღეს ვერ დაგიმზადებს კაცი. და კონსპირაცია რაში მდგომარეობს, ამ თეორია რა არის? ხო, იცი როგორ ეს კაციც რო ყვება, რომ არსებობს რაღაცა მოსაზრება, რომ აი ძალიან ძველი ცივილიზაცია, რომელიც ჯერზე ხვამლის მთაზე ამბობენ, რომ ესეცაა ნახსენები, რომ მეფეთა განსაცავი იყო, საერთოდ მაგ ტერიტორიაზე უძველეს ცივილიზაციებზე არის ლაპარაკი, ძალიან ძველ ცივილიზაციებზე, რომელმაც რაღაცა ცოდნა დატოვა გარკვეული კატაკლიზმების მერე. მაგრამ ეს არის თეორია და პაციაზე ვისაც უყვარს კონსპირაცია. ხო. რაღაცა ხალხი მოგიყვები რაღაცებს. ანუ ძალიან სერიოზულად. თავის ამ კაცს მახსნა ძალიან კარგად არქეოლოგია არის ისეთი საგანიო, რომ უნდა კონდეს მტკიცებულება რამე რომ თქვა. ხო ხდება, უნდა იპოვნო რაღაცა. უნდა დათვალო ის პირობითად რომელი წლისაა, მაგრამ ლოგიკურია. ეს ცოდნა აქ საიდან? ხდები რას ვამბობ? იმ დროს იქ ამას როგორ აკეთებდა ეს ხალხი საიდან? ეგ როგორი პარალელია, ეცე პირამიდების თემა რაც არის რა. ეგ ეგვიპტელებიც რას ამბობდნენ, ჩვენ კოლხების მემკვიდრეები ვართო. ეს ჩემი სიტყვები არა, ესა მუზეუმის დირექტორის სიტყვები. ანუ თუ რამე მოთხოვეთ მუზეუმის დირექტორს. არა, ნუ მე გეუბნები, ჩემ წონაზე ბევრად მეტი რომ მე რო არ ბუდავ და ბუდიალო. ეგვიპტელები ამბობდნენ 4000 წლის წინ ქრისტეს შობამდე, რომ ჩვენ ვართ კოლხების მემკვიდრეო. როცა მიდიოდა ამ ნაკეთობებზე და ანუ ესენი ძალიან ნახე, აი ჩართე ვლოგი და ნახე იქვე მეორე ნაწილში არის რა ხელნაკეთ ნივთებზე არის ლაპარაკი. ნიკე გამარჯვების ქალღმერთი შენ ყბა ჩამოგივარდეს რაზე არის ლაპარაკი რა ის საბერძნეთში რომ დავდივარ და მუზეუმი რა მაგარი რა მეხუმრების ჩადი რა ვანში დახედა ერთი შენ რა ქონდა და ეს ჩვენ მე რაზე რა მქონდა იცი ეს ვანზე რატომ მინდოდა მაგრა წასვლა რა ის ეხლა ტრენდულია რომ აი ეხლა მქართველებმა ხო წიიღეს ტვინი მართლა კი არ ვართ ეგეთი განსაკუთრებულებით ეხლა კაი რა აი ვის რაში ვაინტერესებთ თუ რაღაცა აი ძალიან განსაკუთრებული ხარ გულწრფელად ძალიან მაგარი ქვეყანა ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა გვაქვს ნანახი და არაფრით არც სილამაზით არაფრით არ ჩამოვარდებით ერთი ზარმაცი ხალხი ვართ და წესრიგი არ გვიყვარს და შრომაც არც ისე და ყველაფერს ვამბობ ჩემ თავზე პირველ რიგში და სხვაზე ჩემ თავში ხედავ მაგას
ეგ რო გქონდეს, ჩვენ რო ორგანიზებულები ვიყოთ, შრომის მოყვარეები, გადავჭამდით ყველას და ყველაფერს. და ცოტა მეტნი რო ვიყოთ. აი შენ წარმოიდგინე. ეგ მოყვება ორგანიზებულობას, მოწესრიგებულობას და დალაგებულ ოჯახებს და ასე შემდეგ. ახლა მე გამრავლების სურვილიც გააკეთა. ხო, პურის პულზე რო ფიქრობ, ადამიანი ერთ ბავშვს როგორ აჭამა, მესამეს გიჭირს. ეგ ეგრე არის. ფინანსური დოვლათი არის ის ამბავი, რაც გაძლევს საშუალებას, რომ სხვა ეტაპზე გადახვიდე. ხო ხვდები? სანამ ეს იმხელა ფიქრია და იმხელა სადარდებელია, რო არიცი შვილს რას მიუტან სახში. და შენ რა შეჭამ და ნახევარი საქართველოს ესე არის. ეს იმხელა სადარდებელია და შენ როგორ გინდა ხა იქ მაღალ მატერიებზე გადასვლა და აბა ახლა ჩვენი ეზო რაღაცნაირად. არა ეგრე მარტივად რა. მანდაც არის ეგრეა. ვაირო ხო. თორე რა გუშინს ხარ ზღაპარი ქვეყანა კი ზღაპარი არის. ამხელა არის და ყველაფერია. აიღეს ესხი ბარიერების გარეშე ევროკრედიტში. მოითხოვე ავტუან ბიზნესის 100,000 ლარამდე ონლაინ. მოირგე გადახდის გრაფიკი და მიიღე თანხა უსწრაფესად. შეავსე მარტივი განაცხადი ვებგვერდზე evrocredit.g. ქვეყნის გარეთ. არის რამე გეგმა? იცი რა, რაღაცებს ფიქრობ, რომ აი არსებობენ რაღაც საინტერესო ადამიანები, წარმატებულები, შეიძლება მათი ჩაწერა. მე ყოველთვის ვექნები საქართველოს თემის ირგვლივ. უბრალოდ უცხოეთში წავედი სასეირნოდ არ მექნება. თუ წავალ, გმირთან წავალ. ანუ ჩემი ეს ქართული დროშა არის არხის დედაბუდე. ჩვენ ყვებით ამბებს საქართველოზე და ქართველებზე. რა ფორმით ვიზამთ ამას მომავალში? უცხოეთში ახლა შენჭირ მე წელს ვარ გაწყვეტილი, ხა უცხოეთში წამსვლელი ვარ, უცხოეთში გადაღება იცი რა არის. კი ბატონო, გვაქვს რა. გადავწყვეტები წელსში, მაგრამ კი, როგორ არა, აი ისეთი გეგმაც არა რაღაცა, ისეთი გეგმაც. ან შეიძლება სიტყვაზე ისევ იქ რაღაცა წარმატებული ქართული დიასპორის წარმომადგენელი და არა იქაური ტრადიცია სიტყვაზე, იქაური მთავარის ამბავი. რაღაცნაირ კვეთაში არის, ხო, მაგრამ ჩვენ ვყვებით საქართველოს ამბებს. საქართველოზე, ქართველებზე წერტილი. როგორ გონია? კაი, პერსონებზე რაღაცა პერსონალიზაციას თუ გავაკეთოთ, მესმის რომ ნიჭიერი და რაღაცა დიდი ტიპები მიდიან მოდიან და მაგის რესურსი არ დამთავრდება. ნიჭიერი შეხედე, უბრალოდ ტიპები არიან, ვიღაცა ტიპები არიან. ისტორიით. ზოგი სტენფორდში სწავლობს, ზოგი თავისი საქმე აწყო, ზოგი ბალერინაა წარმატებული. ექიმია მაგარი. ყველა ეგ ტიპი ნიჭიერია, ხო, მაგას ვიცი, ანუ ეს ტიპები ვიზა შენ ამბობ. შრომელი ნიჭიერი ტიპები, ანუ პერსონები მესმის რომ ესე არ დამთავრდება, მაგრამ ლოკაციები, ანუ რამდენჯერ შეიძლება ხომლის თაზე ახვიდე. იცი რა შეხედე, აი ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ვფიქრობ საქართველოზე. დედას ვფიცავარ, რაც 1 წელია კვირაში 4 გამოშვებას ვაკეთებთ. გადაღებული გვაქვს ალბათ 6% იმისა, რისი გადაღება შეიძლება. აჰა. თითო სოფელში იმისთან ამბავია. აი მაგას გონი მრავალფეროვნება. ხო ხვდები? იმდენი, აი, რო დადიხარ, აი, რამდენი რაღაცა ამოვაგდე, იცი ხა? არ გენანება? მენანება, მაგრამ მეორე არხი რო გააკეთო და იქ რო ვერ გაუშვებ, გაიგე? ანუ ხო გგონია რომ ცოტა არის, არ არის, ძალიან ბევრი არის. სამუშაო მასალა არის ძალიან ბევრი. თან ჩვენ ხო გვაქვს ეს ექსტრემალური ამბები გვაქვს. კი, გაქვთ. ეხლა მოდის მაგის სეზონი. კაროჩე გაჩეკეთ რა, მართლა გეუბნები. ანუ აი რო შეხედოთ, ვინც არიცნობ სიტყვაზე და აი ვიზუალით ნუ დაასკვრით კონტენტს, იმიტომ რომ საერთოდ სხვა კონტენტი დაგხვდებათ, ანუ აი საერთოდ. რო არ ელოდები ეგეთი კონტენტი გაგეჩითება რა, ანუ აი სიტყვაზე ვიღაცა მუჟიკი რო აკეთებდეს და აკუნთული ხო ხდები რაღაცა სულ გადაგდებული ესე, ბაზარი არა რელევანტური იქნება, მაგრამ აი უცებ შეხედავ ესეთი რაღაცა ლამაზი გოგონა დადის და მთებში რაღაცა ღრეებში ტრადიციები ამბები. ძალიან საინტერესო ჩენელია. კომბლები, გამოვული სახელები. გეუბნები, აი რაღაცა ერთი პერიოდი. შენ თავს გაახარებ მერცი. ხო, მარიამს ვაფშე ბევრი კაი კონტენტი მაზიარე. მეც გაზიარე, მოდი ვაღიაროთ. კარ კონტენტებს, მაგრამ ხო, აი აქეთ მიმართულებაში ბევრი ქართული არხები აღმომაჩენინა ისეთი, რომ ვაფშე რო არ ველოდებოდი. ანუ საერთოდ რომ მეგონა, რომ ბევრი არხია, და კიდევ რამდენი გაჩნდა. ემატება და არხი ძალიან ბევრია, ხო, მაგრამ რატომღაც ის არის ხოლმე, ხო იცი? თუ წამყვანი 1-20 იქნება. არა, მეტი даже. მეტი? მეტი. გააჩნია. ყურე, ჩვენ ხო იმით საზღვრავთ ჩვენი ინტერესები რა არის და იმის შესაბამის კონტენტებს უყურებთ, რა თორე არის ნებისმიერ მიმართულებაში
მე ისეთი ტიპები ვთქვამთ, ეხა პოდკასტი მაგის საშუალებას მაძლევს, რომ მრავალფეროვანი რო იყოს, სიტყვაზე ნებისმიერი მიმართულებიდან ტიპი მოვიყვანო. ამიტომ აი რომ მგონია რომ მაღაზე არხი არ უნდა იყოს. უცებ ბრახტა რაღაცა 100.000-იანი არხია რა. აუ მონადირეები რო არიან მამაშვილი, მოიცა და იარაღის განხილვა. ჩემი უსაყვარლესი მეგობრები კი. პირველი დიდი ნახვა მომიტანა მართ. ზურა მოკითხვა შემოგეული. კი, ორჯერ იყვნენ რა, ბატონი დავითი ჯერ არა, ხო? აი კლასიკა YouTube-ის fairy tales ზღაპარი რა, ერთი ტელეფონით არა, ეხა დააპდეიტდნენ. ეხა დააპდეიტე კამერაც აქვს. ზურა, ხო ვიცი ეხა აღარ გამოვა ის თქმა რომ ერთი კამერა გვაქვს და ყველაფერი გააგრძმა ღმერთმა ბევრი ბოქსის კი. მე ძალიან მიყვარს რა, საოცარი ტიპები არიან, ამაშვილი. არა, ვერ ვისროლე, წილას მისული რა. բայց მე არ მაქვს იგრახი რა ქენით. ვერ ვქენი ვერაფერი. ისროლეო და ვერ ვისროლე. რატო ვერ ისროლე? მე ავიც კაუჭაში. შეგეშინდა? იარაღის როლა. ხმაურის მეშინია, მე ხმაური არ მიყვარს. მშვილდი გესროლა. აი, მართლა გეუბნები, აი რესტორანში არ მიყვარს რაღაცა, აი სავაჭროცენ სუყურსასმენები მიკეთია, იმიტომ რომ ხმაური არ მიყვარს მაგრა რა. და ეს ხმა მაგრამ ძაბავდა. აი გასროლის არა, აი მაგისი ადაჩის და ხმა არ. აი ჩვენ მქონდა ბოლო კოლაბორაცია მე და ზურას ავედით და რაც კი რამე ტყვია იყო, ჯავშან ჟილეტებს ტესტავდით რა და ვაიმე რამდენი ტყვია გავარდა იმ დღეს, აი 1.20 ვიყავ. მაგრა რომ ვერ ვქენი რა ეგ. და მომაძახეს კიდევ აქ ცხენი აქ ყველაფერი ქენი და ეგ რა არისო და მაგრამ მინდა ერთი ავიდე ტყეშთან მაგარი პურმარილეიციანი ცეცხლი. მაგის კოტეჯში იყავი? არა, ჩვენ ვიყავით, სად ვიყავით? მეც კარგია ხ თუ გამახსენდება. მაგან ააშენა თვითონ ზურამ. კოჯერში ვიყავით, სადღაც ხის სახლი. არა, სახლი არ ქონდა. პროსტა ტყეში. ვიყავით ტყეში და ის იყო გაზაფხული იყო, ადრეული გაზაფხული იყო და ყოჩვარდები იყო, სუმოფანი იყო და ძალიან კაი იყო და ერთო და მივაკითხო ზურას. უყურე მოდი ეს რაღაცა შემოგთავაზებ. რამდენიმე გადაცემის წინ მყავდა ღამის სარდაფი ორი საოცარი საყვარელი კაცი რომელიც უწყეღრეში დადიან რა ხო და რადგან მეც ძალიან მიყვარს ეს მიმართულება ზურა ხო თლადრავია უყვარს და მაგაში გაიზარდა დაბერდა და ასე შემდეგ ბავშვი მაგასაში გაზარდა ხო ანუ ბატონი დავითიც ხო მოკლედ რა ჩვენ ვიფიქრეთ რომ გავაკეთოთ კოლაბორაცია თქო ძალიან გაასწორებს თუ შემოგვიერთდები. ან 1-5-6 არხი ეგეთი ტიპები გავერთიანდეთ. რამე ლოკაცია დავთქვათ, იქ თევზაობაც იქნება, ვისროლოთ, ხო ხდები რაღაცა ცეცხლთან ისტორიები. დილ? დილ. მე ბოდიში და ტრაკი ვათამაშებ, ბიჭებს უთხარი რომ აპრილში მეთქი, ეხა მაგ სერიალის გადაღებები რა, სერიალს ვიღებ და YouTube-ისთვის? ხო, YouTube-ისთვის ვაკეთებ სერიალს და ეხა ბიჭებო ფიზიკურად არ გავამდის. რომელი სერიალი? ისა რომ დაიდო და 100.000-ზე ავიდა ერთ თვეში. 100.000 რა არის ერთ თვეში? ტიპები დღეში ადიან 100.000. შენ რომელს იძახი? ნახვაზე? 100.000 ნახვა ერთ დღეში ბევრი. არა, სერიალები YouTube-ზე მაგრად მუშაობს. მეც მაგიტო დავიწყება გიჟგია რა, ანუ მე სექტემბერში იმედია რომ მეც აიგრე ვათქმევინებ ვიღაცას რომ ნახე რომ დაიდო რა, ერთ დღეში ავიდა 100.000. მე რაღაც სერიალი იყო რაღაც. უსაშველოები? ო, ვეპოტინებდი, მე 13-დან მე 14-ში მინდოდა გადასვლა, მაგას ნატრულობდი და მარიშკა მოდის და ესენი ნახე, ერთ თვეში ავიდა 100.000-ზე ტელეფონი. ხო, ეგ ალბათ უსაშველოები იყო, რეკორდი მოიხსნა რა. ხო და მოკლედ, ბიჭებთან ბოდიში, მაგრამ აი ხა მესამე სერიას ვამთავრებ, სულ კიდე სამი მაგადასაღები, მაგრამ აი რომ მოთბება, სადღაც შუალედი მექნება, შეგეხმიანები შენ ზურას, დანელიასაც ძალიან უყვარს, ერთად გავიკეთებია გიორგასთან ერთად ეგეთი გასვლები. რა თქმა უნდა, ანუ თელი ეს კამანდები ერთად რა. მარიშკა, ესეთი თხარი შეება თქვენ ჩაგხოცოთ იქ. არ არის პრობლემა, მარიშკა, ბობზატი კაცო, ერთად დავგეგმოთ რამე საინტერესო ლოკაცია და გავაკეთოთ. შეიძლება თევზა სროლა რო იყოს ჩართული. შენი ჩარჩენილი გაქვს ხო სროლა? მაგრა გამიწყდა რა ვერ. გაგასროლინებ ძალიან. იცი რატო მგონია რომ ცოტა პასუხისგებლობაც გაქვს, რომ აი რო გინდა ეს? ცოტა მე მანდ მიდიხარ რომ არ უნდა რა, უნდა ქნა. არა, შენ თუ რაღაცა გატრიგერებს და რაღაცა შიში გაქვს, სხვა. ყველას აქ ბევრი შიში და მთელი ამბავი ხო ჩვენ ვიცით რაზე არის შიში, უნდა გადალახო. მაგის თავისთავად რამე ისეთ ხო არ არის ცხოვრებაში მოხდარი სიტყვაზე არა, არაფერი ტრამული არა, უბრალოდ ისე. პროსტა შემეშინდა, აი ბანძად, მარტივად, პრიმიტიულად შემეშინდა. და აი ვერ გადავლახე იმ მომენტში ჩემი თავი. ეგეც როგორ უნდა დაძლეო? 1-20 კაცი ავტეხავთ იქ სროლას, ჯერ ყური მიეჩვევა ხმას და მე ხა თითის გამოკრა უკვე არაფერი არ არის რა. მაგის ორგანიზებას გავაკეთებ ჩინარნერად. იმ ჩანჩქერზე შე რო თქვი, ვა ჩანჩქერზე, იმ ჩანჩქერზე ძალიან მაგარი ბიჭები არიან რა, თუ ვინმეს დაჭირდა, ეგეც მიხარია რომ ხალხს ვაკავშირეთ რა.
ჩვენები არის ქუთაისლები. მაგარი მარშრუტები აქვს და ეტყობა მე საერთოდ მან დრო წავედი ჩანჩქერებზე მე კანიონინგი რა მეგონა იცი იმითი რომ მიდიხარ რა მარტვილის კანიონში რო შეკატავდები მე მარტვილის კანიონში მივდივარ იმის კოსამაკ ხო აი რან ცხრა ელასტიკი ამდენს გადავეყდი და უნდა გადახტე ხა ხო და ებიჭო ამომაცვეს ეს რაღაცა თან იცი როგორი არა კომფორტულია არა ჯერ 200 კაცის ნაცვამი როგორც მინიმუმ ნუ ხო აი ერთი კაი მაგას ვიღავ ჩი ყველაფერი შევეჩვი უკვე ამ ცხოვრებაში ეს ხო ამომაცვეს ხალხო ყინავს ეს წყალი არის გაყინული ეხლა რა ვქნა საჯანდაბაში გავიკე ის საიდ უნდა გაიქცე იქ ტყეში ჯანდაბაში ხარ ვერსად ხო და ნუ კაი წავედი ხა მივდივარ ნუ მგონია რომ ეს ხო კაი ვიხტუნავებ რაღაც პატარა ესე ჩახტი აი ესეთ რაღაცები უცბად მივდივარ იქ აი 25 მეტრიანი რო არის და ხო კადრში ეგ არ ჩანს რა სიმაღლეზეა ლაპარაკი და უარყოფითი კედელია ხო იცი რას ნიშნავს უარყოფითი აი ესე როცა არის უიდე და ხო აი ეს არის ხო დადები ესე ჩვეულებრივ აი ესა უარყოფითი ასე მიდიხარ და ჩასავარდნია უიმედე და ის თხამარიშკა ჩავიდა ხა ნიკა ლამისი არ ვიცი ჩაისეირნა თუ რაღაცა არ მეყო თუ რაღაცა ის ხო საერთოდ არა ამ ქვეყანაზე და ის 2-1 ჭკუისა ის იმისი კუდია და დაიწყეს ახლა ქვემოდან. დედას ვიცა ამხელა ხალი ვარ, ცოტა რამაზე ვტირი ამ ცხოვრებას. იცი როგორ ვიტირე? ავა ქვითინდი. მამა, ეს ჩემი უსუსურობა, ჩემი შიში, თან რომ მინდა, თან რომ ვერ შვები, თან რომ დედაც მინდა, შოკოლადიც მინდა, თან რომ ბეს ვიტყვი, შოკოლადიც მინდა. მინდოდა დავტეული ყავი სახში რაღაცა, თან ხო მინდა რომ გავაკეთო, რომ დავუნტკითო ჩემ თავს, რომ შეგიძლია შენ მეტი და ეტყობა ის რომ ახსოვდა, რომ ის რო ვერ ვქენი და გამიტყდა ჩემი თავის და ეს ბიჭი იყო სასწაული რა როგორ დამამშვიდა იცი ადამიანს რანაირი იმ დღის იმ 1-2 საათის გაცნობილი მყოთ არ ვიცი რა მითხრა და ბოლოს მინდა შემომხედავ ხა შენ მე თვალებში ყველანი მოგდებით მაინც მოგდებით შენ ეხა მე მიყურე შენ ეხა მე მიყურე და ესე დამამახსოვდა ცხოვრებაში კაცის თვალი არ და წვენი თვალები მქონდა რაღაც ხოცი გაგიპნოზე ეხა შენო დაწყნართიო ჩვენო ძალიან მშვიდათო შენო ეხა დახუჭავო მაგ თვალებს ხო მიყურებ ეხა დახუჭა მაგ თვალებიო და ნელ-ნელა წევს და აი ნელ-ნელა და ვხვდები რა ჰაერში ვარ და ჩემი მეთოდი ის იყო რომ იმ მომენტში დავხუჭე თვალი იმდენად ვერ უმკლავდებოდი გაიგე მაგრამ მქენი და ბოლოს უკვე 19 ჩამდგერი გადავხვდი 19 თუ 23 იყო და აქედან დიდი იყო 8 აი ბოლოს როგორ ხდებოდი და ბალად გადაღებას ვეღარ ასწრებდნენ ისეთი რას გქონდა ხო ქონდა თვითკმაყოფილება გამარჯვების შეგრძნება და იქ დაყვება ყველგან მე ბავშვთან რო გაქვს პრობლემა და დავალებას არ გეკეთებს და გეტლიკინება აი იქაც კი ეგ ძალა მოყვება რა რატო ვამბობ რომ უნდა იყო მაგალითი რომ გადალახო ყველაფერი ისიც გეშინიებთ რომ ის მარტო იმაზე არ ვცელდება ის ვცელდება მთელ შენს ცხოვრებაზე მოღვაწეობაზე შენ სიძლიერე ყველაფერში ძლიერი ტიპი ხდები რა პრობლემა რო გიდგება ისე უყურებ იცი რომ გადალახვადი არის და ძლიერი ტიპი ხარ და არ ხარ მშიშარა და რაღაცა რა ვიღაცა შეიძლება ეგ პრობლემები არ აქვს მე მქონდა ეგ პრობლემა და აი მაგას გაძლევს რა ამიტომ ძალიან მინდა რომ ისროლო всё ხელი ჩამორთმეულია არა ინიციატივა ჩემი იყო ხელი ჩამორთმეულია ზუსტად ვიცი რა არხებიც ვახსენე ყველა ძალიან მაყოფილი და ბედნიერი იქნებით ეგეთი კოლაბორაციით მე მაცადე დავაორგანიზებ ერთ სერიას გადამაღებინეთ და ეგ არის ისევ ტელევიზიაზე მინდა რაღაცებზე ჩაგიკითხო ფინანსები ვახსენეთ შენ ხარ ჩემი ბატონი როგორი საჭირო ასპექტი არის ფინანსები კონტენტის კეთებისას და არა მარტო ზოგადად მოდი ესე ვთქვათ ნებისმიერი ფინანსები საჭირო არის ძალიან ნახე რა კაი შესავალი გავაკეთე ეხა როგორი გადასვლა იქნება ანუ ფინანსები გჭირდებათ მეგობრებო მნიშვნელობა არ აქვს ძალიან ბაკურია. არა, ბაკურიება შეგიძლიათ დამირეკოთ და ვაფშე არ მაქვს პრობლემა უკვე 400 პოდკასტია ხანდახან თქვენ წყალსაც ვსვამ. შეგიძლიათ დამირეკოთ. არა, Eurocredit.g ჩემი მეგობარი კომპანია, ეს არის მიკროსაფინანსო, რომელთანაც იცი რა მაგ, ანუ აი ყოველთვის ვცდილობ რომ რეკლამისთვის კი კარგია, მაგრამ რაღაცას რო ურჩევ ადამიანს, მინიმუმ ეს პროდუქტი ასე თუ ისე უნდა იცოდე. რა გაგებული მაინც კონდეს, შინაურს მაინც მოხმარებული და ასე შემდეგ რა. მე მეზიზღება, როდესაც მელაპარაკებიან ისეთი ფრაზებით და ტერმინოლოგიით, რომელიც არ მევალება რომ ვიცოდე. სხვადასხვა სეგმენტში. კი კაცო. ფინანსურ სეგმენტში ეს ხშირად გვხდება რა, რომ აი ბანკში ან სადღაც მიკროსაფინანსოში, სადღაც ლომბარდში, სადღაც ვიხარ და ისეთ სიტყვებს დაგირეხებს, რომ აი გონია რომ ეხა Wall Street-ის მგელს ელაპარაკები და დიკაპრიო
შემოაღებს და ხო და არ იცი რა. ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ კომპანიის ისა რომ მაქსიმალურად ადამიანურ ენაზე გასაგებად ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ არ გევალება ეს ტერმინოლოგია, გილაგებენ ყველაფერს, არის უახლესი ტექნოლოგიით, ყველაფრის გაზომვა, პროცენტი ძალიან მისაღები, ასე რომ თუ ვინმეს დაგჭირდათ ფული. მეგობრებო, არ ვიცი, აი კონტენტს იწყებთ, YouTube-ს იწყებთ. შეიძლება მანქანა გაქვთ საყიდელი, შეიძლება მოგზაურობას გეგმავთ და პაცა ფინანსები შემოგაგდათ. რა უნდა ვქნა, ფიქრობ, აი ხა რა გავაკეთო? უნდა ავიღოს ესხი? ბარემ, აღწერაში ლინკი არის, გადაბზანდით ადამიანურ ენაზე, ადამიანური პირობებით, ყველაფერს დაგილაგებენ. ჭრის დროს კიდე ნახეთ პატარა სარეკლამო რგოლი, აქციებიც აქვთ ხოლმე სხვადასხვა რაღაცეები, ის აქცია თუ გაწყობთ ხო, მიქოლეთ და თვად უკეთესი. ტელევიზიაზე მინდოდა მეკითხა. სხვა სპონსორები? ყველას თავისი დრო აქვს. ეს ნახსენებია, ეს გენერალური სპონსორი. შამანი ფინალისტვის მაქვს ხოლმე, ეს ჩემი სიყვარული ამბავი არის. ეს ის არის? ეს არის სოკოების მიკროდოზინგი. არის რა არის? კი ვიცი, მაგრამ ლეგალური. ეს ეგ რაღაც ის აგონია, ფსიქოდელიკები გონია. არა, სუპერფუდია, საკვები დანამატია. ოკეი, მე ლეგალური, ქსელოციბინი გაკითხა რო ეკითხა, DMT-ა. არა. ვაფშე სხვა ლეგალური. მოსაწევის გაკეთება არ დავიწყოთ. კაი, მაგრამ ხუანა არ გინდა? კაი, რა, სუბოტექსი არ გინდა, მაგიდეს. არა, ყველაფერი ლეგალური, მე ცხოვრებაში არა ლეგალურთან ვაფშე. მეგობრებო, ამის დროც მოვა. ეს არის ჩათვალე ნიყვის ამბავი, ოღონდ სხვადასხვა ნიყვის ამბავი. ამას დესერტის დროს ვაჟღერებ ხოლმე, აქამდე მივაწერე და ის გაკითხა, ლეგალურია, რა თქმა უნდა. ტელევიზიის თემაზე რა მინდოდა მეკითხა, რომ სანამ განათებას ვაწყობდი, ვჭორავდით. მე მაქვს ესეთი პონტი, შენ ხა არ ვიცი რამდენად გაქვს ამის თქმის უფლება, ანუ შეიძლება არ გაგდათ თუ არა ამოჭრად გავაკუკინებ ამ კაცს. შენ ხა ხარ ტელევიზიაში? კი. კვირაში ერთი დღე. კვირაში ერთი დღე. რა სამჩნევ, ჩემთვის ტელევიზია, მიუხედავად იმისა, რომ სუმადლიერი ვიქნები იმ უნარებისთვის, რაც გამაჩნია, იმ გამოცდილებისთვის, იმ კარგი ხალხის გაცნობისათვის და მეგობრებისათვის და საუკეთესო წლები რაც იყო და გართობისათვის და ასე შემდეგ. ყველაფერთვის მადლობელი ვარ. ძალიან, ანუ ჩემთვის რაღაცა 2010-დან 2000 რაღაცა 16-მდე, არა 2008-დან 2016-მდე 9 წელი ვიყავი, იყო აი ძალიან კარგი წლები, იმიტომ რომ ახალგაზრდაც ხარ, რაღაცა სერიალები, ამბები, შენი გადაცემები, მაგრამ ისი თქმა მინდა, ანუ მე როდესაც რაღაცა დამწვრის სუნი ვიგრძენი, ყველა გაგებით რა, კომფორტი აღარ იყო ისეთი, თანხები აღარ იყო ისეთი და მივხვდი რომ აქეთ, ხო, 2016-ში მანამდე ძალიან კარგი ხელფასები იყო რა. თუმცა დღეს YouTube-ზე კიდე ბევრად უკეთესია, ვიდრე Prime-ში რო ვიყავი სიტყვაზე, მაშინ ხო. და ფულის კურსიც სხვა, მოდი ესე ვთქვათ. მაინც ინფლაცია ამბები რაღაცები მოხდა. ანუ რისი თქმა მინდა, მე მაქვს ესეთი მიდგომა, რომ ტელევიზიას აუცილებლად დარჩება თავისი ნიშა. ყველა პონჩი, როგორც რადიო დღეს არსებობს, მაგრამ რადიო გახდა ძალიან ვიწრო სეგმენტი რა. თუმცა ერთ დროს რადიო იყო პირველ წყარო ყველაფრის ალბათ რა. შეჭამს თუ არა YouTube ტელევიზია? ხო, აი როგორ ფიქრობ? ხშირად ვბაზრობთ ხოლმე ამაზე. მე ხა შენი აზრით. უყურებ რა ხანს ფიქრობ, რომ YouTube შეჭამს ტელევიზიას, იმიტომ არ YouTube-ზე და გეტყვი რადიო. YouTube ტელევიზიას აყოლება თავის მაყურებელი. მაგრამ ტელევიზიის პრობლემა არის ახალგაზრდა მაყურებელი. ხო. ეს არ არის რაღაცა იმას კი არ ვლაპარაკობ. პროვოკაციულს თუ რაღაც სასწაულს, ხო, ჟერჩი და ინფორმაცია, სტატისტიკა ჩვეულებრივი, ხო? შენც იცი, მე ვისაც ტელეფონი აქვს, არის სოციალებში. ახალგაზრდა მაყურებელი არის YouTube-ზე. ეს ხალხი ჩვენთან ერთად გაიზრდება, როგორც მე გავიზარდე პირობითად, რომ ვუყურებდი ერთ-ერთ არხს და გავიზარდე იმ წამყვანებთან ერთად. ხო. აი ახლა ხდება ეგ ამბავი, რა 13-14 წლის ბიჭები შენ რო გიყურებენ, დანელიას რო უყურებენ, სოსოს რო ჰანგრიმენებს რო უზიან, იმათთან ერთად იზრდებიან. და ის რატო ჩართავს მე ტელევიზორს? ჩვევა სადა აქვს? უყურე, შენ როგორც ტელევიზორს აღიქვავ, თუ როგორც სპეციფიკას აღიქვავ? მე როგორც უყურებ მაყურებლის ჩვევას. ახალგაზრდა მაყურებლის ჩვევა ახლა სად არის? ჩვენ ხო პერსპექტივაში ვლაპარაკობთ 10 წელიწადში რა იქნება? 10 წელიწადში ჩემი 13 წლის შვილი იქნება 23-ის. სავარაუდოდ სამსახური შემოსავალი ხამჯობო ყველაფერი რა, ის რაც არის პრაიმი. მაყურებლის პრაიმი იდეაში არის ეს 25-დან 45 წლამდე რა, ჯადოსნური მაყურებელი, რომელსაც ცალია შენთვის. და შეუძლია ბევრ რაღაცაზე ახთენს გავლენას. შეუძლია იყიდოს, შეუძლია გაყიდოს, შეუძლია შექმნას, წავიდეს, ბევრ რაღაც შეუძლია. ის
ახალგაზრდა ბავშვებიდან იზრდებიან YouTube-თან ერთად. ის იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებისთვის გასართობი, ჩემ ბავშვობაში რამდენი რაღაცა იყო ბავშვების გასართობი ეს გადაცემები. მე და შეტოლები ვართ დაახლოებით 38. 37 ხვდები აგერ ერთ დღეში. საოჯახარ, მე მახსოვს. ხო. იყო. ბავშვობას თუ ეძახით რაღაც თინეიჯერობამდე სიტყვაზე ხო? აი 7, 8, 9, 10, 14 წლამდე, 15 წლამდე იქ ამბავი იყო, რომელიც მე მაინტერესებდა. მე ხა ძალიან არც პროფესიონალი ტელევიზიონში კი ხა მე პირველი მაინც არის ჩემი სოციმედიები და სოციმედიების მართვა და ეგაა ჩემი მთავარი მეინ ამბავი რა სტორიტელინგი სოციმედიებით. მე მეჩვენება რომ ახალგაზრდა აუდიტორია არ ყავს ტელევიზიას და ეს ტელევიზიისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან. და ახალგაზრდობა უყურებს ამას. როგორ ფიქრობ, რომ გადმობარგდნენ YouTube-ები ტელევიზიაში? არა, ეგ არ მოხდება არასოდეს. ანუ ეგ არასოდეს. ეგ მე არ მოხდება. თავისუფალი ჩიტები. ტელევიზია ხო ცდილობს ახლა გადმობარგებას. მე ჩიტები არ ვარ ტელევიზია. არა, შენ ტელევიზიის ერთეული კი არა, მთლიანად ტელევიზია გადმოდის. შეიძლება ცოტა წავიმარიაჟო? ხო, რა თქმა უნდა. მე რომ მოვედი, კაცები იყვნენ ტელევიზიიდან. მაგრამ კაცებიც როგორც იყვნენ, იცი რა, კაცები ტელევიზიაშიც ჰქონდათ და YouTube-იც ჰქონდათ წლები. ხო, უკვე ისე. კიდევ შენ იყავი გადმოსული. პირველი მე ვარ. პირველი შენ ხარ, მერე კაცები იყვნენ. მერე ვინ იყო? გოგოებიდან. გოგოებიდან შენ. ოკეი, კი, გოგოებიდან შენ იყავი. კი, ბაზარი არა. მოიცა ერთ წუთი გამაიცილებ და დათვლილი. ხო, არა, გოგოებიდან შენ, ბაზარი არა. გოგოებიდან გავბედე. ზოგადად ტელევიზიიდან მე გადმოვბარგდი პირველი 2017. მერე იყო შენ მართლა მე 2017. მე 2017 ხო. ის გახსოვს მელ გიბსონის მამაცი გულეკ ხარ შენ. მერე კაცები იყვნენ. ხო, კაცები იყვნენ. მერე იყო ბაჩო ქაჯაიამაცსა და ილო ბეროშვილმაცსა. არა, ილო დარჩა. აი, ილო ეგ დარჩა. მე მოვედი ეს პირველი ვლოგი დავდეთ ჩვენ 23 წლის 19 სექტემბერი იყო თუ არ ვცდები. ხო, არა, პირველი ხარ ბაზარი. ეხლა რუსკა დაგემატა, ანიკო დაგემატა, კიდე ჯერ სადა ხარ. ჯერ სადა. ანუ მე იცი რა. მე მაგას დავდიოდი და ვლაპარაკობდი რა, რომ დეიძახებს ხალხი. რა იყო? დეიძახებს. ხო. ისა რა ქვია. რა მივხვდი? რომ სოციმედიები ძალიან თემა არის რა. Instagram-ის ხალხი აზზე არ იყო, რას ვაკეთებდი ტელევიზიაში. აზზე გარტყმაში, მე რო არ დამეტო სტორი, გარტყმაში არ იყო ტელევიზორში ვიყავი, რომ მე არხზე ვიყავი ისე რეოდად. მეთქი ოპა ვერა, საქმე ახლა კარგად. მე ხო არ ვიცი ახლა რა ხდება. დავაკვირდი. დავიწყე ეს YouTube და ნუ ვერ გეტყვი ხა მე ვერასოდეს არასოდეს არ იქნება ეს საკმარისი მადლობა, ნუ ან რა წერილი მოგდის, ან უბრალოდ რო დაგინახავენ როგორ გაგულწრფელად გაგიღიმებენ, აი სხვა ის ხო ბაზარი არა, ტელევიზიისგან ძალიან განსხვავდება ეგ პონტი რა, ფიდბექი ვაფშე სხვანაირი. ვაფშე სხვა ხდება და აი ამას ეხა რო ვნახე აქ რა ხდება და რა ესა community უცხოელები რო ამბობენ რა, community არის რა. კი, ბაზარი არა, კი. დიდი სასტავია, სამეგობრო არის, ერთ ჭკუაზეა იქ ყველა. და ერთნაირად ეგ არის. აი ახლა როგორ ადაპტირდება? YouTube-ი მაინც უფრო ინდივიდების პლატფორმაა, ჩემი აზრით. ანუ დიდი ორგანიზმი რო შემოვიდეს როგორც უზარმაზარი პროდაქშენი ბჭყალებში, რუსთავიორის ლოგოთი, იმედის ლოგოთი მნიშვნელობა გააქვთ რა თავიანთი, მაგრამ მე ეგ აზზე არა ვარ. უცხოური გამოცდილება რაც არის ამერიკული, ძალიან მაგარი წამყვანები არიან CNN-ზე და აქ თავისი პოდკასტების სახში. ორივეგან არიან. ამერიკაში სხვა სიტუაცია, ამერიკაში ტელევიზიაში ფული იდება. მონეტიზაცია თან ისეთი რომ ხო, მაგრამ ამერიკაში ტელევიზიაში სხვა თემა არა, ფული იდება იქ. ფულიც იდება და კიდე ხო, და სხვა გასართობი გადაცემები. რატო დავიწყე ბავშვების გასართობი? YouTube-ზე ძალიან დიდი ფულია. იცი რას ვიძახე სიტყვაზე რა, რო აიღო მაღალი კალიბრის წამყვანებს გულისხმობ რა, ასაკობრივათაც მაღალი კალიბრის, რომელსაც აი მაგალითად სიტყვაზე მე აღარ მახსოვს ვინ არიან რა, ეხლა მე ვიცი შედარებით ესეთი ჩემზე ოდნავ დიდი თაობა, აი დიკო ჯოჯუა და ეს ოქროს ადამიანები, მაგრამ რას ვიძახი, იცი რომ აი სიტყვაზე 60 წლის აი ეგეთი მოამბეს წამყვანი რო იყოს რაღაც, რომელსაც 40 წელი აქვს სტაჟი.
დღეს აქ იმიტომ არ გააკეთებს, სულ რო აუხსნან სოფტი ხო, ხვდები რომ გენიალურად ეს მოდის, რომ კაპიკი არ შემოუვა ისეთი. იქ მარტო მონეტიზაციის ხარჯზე შეუძლია რომ პროსტა იმის გარდა რომ ტელევიზიაში კარგად შოულობს, ხო ხვდები და აქ ეგეთი ტიპები არ გააკეთებენ, არ გადმოვლენ, უფროსი თაობას გულისხმობ. შანსი არ არის რომ ეგეთი ტიპი გადმოვაკეთდეს. გავიხსენებ რა ერთი კაცი არის გიშდები. პოდკასტი აქვს თავისი? აუ ხო, საინტერესო მისტიკურ ამბებს რო ყვება. რომელია მოიცა? სადაური ამერიკელი? გერმანიაში ცხოვრობს, ეგება ვთქვათ, სრულ უნდა ვნახო ისა, ვის uffollow-ებ. subscribes რო იმაშვები. არა, მე ვისაც uffollow-ებ, აი. ხო, ანახე, რა ქვია? არა, შენ სხვა რაღაც საკეთებ. აი მე მინდა ვნახო მე ვისაც. შენი გამოწერილები ვინ არიან? აი, აქ არის ექსია, ზემოთ, ესე გაყევი. ჯერ სწავლობს მეგობრე, ვისწავლის მაგას. ვასილ გაბუნია. ქართველზეა, მე სხვაგან წავედი. დიდები არ არიანო, ვასილ გაბუნია ხო არის? აუ, იცი რა არის, ძალიან საინტერესო იქ ცხოვრობს? იქ გერმანიაში ცხოვრობს და მოკლედ აქ ძალიან საინტერესო, აი ძილის წინ რომ მოусმენ, შეხედე? სიგაბუნიას ჩენელი 55,000 შვენიერი პლატფორმა. უცნობი რაღაცა, უცნობი აი მისტიური, ოღონდ ძალიან ჭკვიანურად რო ხსნის და მე აბათილებს ამ რაღაცებს, რაღაც მეორე მსოფლიო ომზე ფანტასტიკურად ყვება, აი გენერა. აუ, პოდკასტში დასაპატიჟებელი კაცია. კი, აი ბატონო ვასილ, საქართველოს თუ მოხვდებით მესტუმრეთ, ძალიან გამოხმარებით კონტენტი ასწორებს. აი ძალიან მაგრად ხო და რო თქვი დიდები არ არიანო, შეიძლება არ უნდოდეთ, მაგრამ აგერ ნათელი მაგალითია, უფროსი ასაკისაა და უფროსი ასაკის არის, გადმობარგებას ვამბობ. მიხდი, შენ თქვი პარალელურ რეჟიმში აქვს, თუ იქ აქვს ტელევიზიაში ყველაფერია და პახოდი YouTube-ზე. აქ ეგ ფორმულა ეგრე არ მუშაობს. სამწუხაროდ, ჯერ ფინანსურად YouTube-ის მონეტიზაციის გამო რა, იქ ნიშნავს რომ სპონსორი უნდა ეს. საქართველოში. იმიტომ რომ მეოთხე ტიერში ხარ რა, ანუ ქვეყნები იყოფა ტიერებად. შენ ხარ მეოთხე კატეგორიაში. მესამეში ვერავებერა. სანამ მინიმუმ 1 ალბათ 2 მილიონით არ გაიზრდება მოსახლეობა, მათ ხო ეგ რამდენი რეკლამა იყიდება, ჩვენ დარეგისტრირებული YouTube user-ი მაქსიმუმ ყავს 1,5 მილიონი. ხო. ანუ შენი თამასა ქართველის. ხო, აი წარმოიდგინე რა, რეალურად არა, ცოტაა, მე 1,5 მილიონი და 45,000 ძალიან დერსკი სტატისტიკაა. ნახე, ერთია რომ კიდე ქვეყნის გარედან გიყურებენ, ეგ სხვა. ხო. მაგრამ YouTube-ი დიდ რეკლამა შენთან არ უშვებს, შესაბამისად დიდ მონეტიზაციასაც. 2 მილიონი რო გახდეს, გადავალთ მესამე თაერში? ზუსტად ეხა შეიძლება რიცხვებში შემეშალოს, მაგრამ პრინციპი ეგ არის, რომ გაიზარდოს მოთხოვნილება, ანუ მეტი რეკლამა გაეყიდება, შესაბამისად მეტი მონეტიზაციაც გექნება. მაგას ქვია CPM-ი. შენ YouTube manager-ს ხმარობ აპლიკაციას? ხო, აი მანდ არის CPM-ი რა. შენ 1000 ნახვაზე რამდენს გიწერს, რომელიც თამაშობს. YouTube Studio. ხო, მანდ არის, მე რო შედიხარ ანალიტიკაში, განახებს, აი დღეს მაგალითად შენი არხი როგორც მიდის, 1000 ნახვაში გიწერს 2 ევროს, 5 ევროს, აი ესე თამაშობს. შენ რო ეხა ამერიკაში იყო 16-ზე უნდა გაამრავლო. ანუ წარმოიდგინე, იქ ვაფშე რეკლამა არ გინდა რა, შენი მონეტიზაციით ცხოვრობ ფანტასტიკურად. არა უშავს 16-ჯერ მეტია პირველ ტიერში თუ ხარ რა. ეს არის ბრიტანეთი, ავსტრალია რაღაცა. რო დავარეგისტრირო ეს YouTube-ი იქა? ეგ მოდელი მუშაობს. მუშაობს? VPN-ით თუ ხარ, მაგრამ არა, აქაც შეგიძლია აკეთო რა იცი, საიდან გიყურებენ ამ თავარი. ქართული ნახვა თუ გექნება მაინც აზრი არ აქვს. შენ ახლა თუ ამერიკაში მცხოვრები დიასპორა გიყურებს. კი, აი ნიუ-იორკში. მაშინ იცოდე რომ ზუსტად 16 საიდანაც გიყურებენ იმ ტიერის მონეტიზაცია გერიცხება. აუ ამ ქვეყანას ყველანაირ იმიგრანტები ინახავენ, ხო? ყველა YouTube-ში აი სიტყვაზე თვის ბოლოს რაღაცა მონეტიზაციის რომ მერიცხება, სიტყვაზე ვიძახე 500 евро, ვიცი რომ 400 იქიდან გამომუშავებული არის ემიგრანტების. მიუხედავად იმისა რომ ეს 400-ის ნახვები არის ძალიან ცოტა. ხო, ეს იყო 2000 ან 3000, მაგრამ ტიერი არის 16-ჯერ მეტი წარმოიდგინე. ანუ ეგ პრინციპი დერსკია. ნიუ-იორკიდან კარგად, აი ბევრი გვიყურებენ, ბევრი ეს უცხო. ეგ ძალიან ბევრი მწერს. მე მაგრად მე ვასებ ემიგრანტები რომ მიყურებენ ერთი დიდი ბედნიერება. საქართველოს და შენის მეშვეობით ვახერხებთ ჩვენ სოფლებში დაბრუნება. ხო, იმენა დიდი საქმეა, ეხ ბაზარი არა. საქმე კი მე ვფუჭდები მაგაზე მაგრამ. აი წამით რო წარმოვიდგინე რომ ჩემი შვილის დატოვება მომიწიოს და წავიდე და ვიმუშაო და რაღაცა. ყველა ოჯახში, ყოველ მეორე ოჯახში ეგეთ სიტუაცია. ყოველ მეორე ოჯახში. ჩემ მარიამის დედაა მთელი ცხოვრება იქ წასული საბერძნეთშია. ნინო, ანუ აი ყველა ოჯახში ეგ რეალობაა, რომ ემიგრანტები ინახავენ ამ ქვეყანას. უმეტესწილად. ხო, და უმეტესწილად 80% თუ მეტი არა არიან ქალბატონები რა. სამწუხარო რეალობა.
ისე მიუბრუნდეთ იმ თემას, ხო და მაგას ვამბობდი, ანუ შენ სიძახი რომ როგორც მთლიანი პროდაქშენი რო გამოვიდეს, რადგან ინდივიდების პლატფორმა არის, ვერ გაკაჩავს? მე მგონია, რომ ესე მგონია ჯერჯერობით მე, რომ ეს არის ინდივიდების თემა. თუ გააკეთებენ რაღაცა 6 გადაცემიან, 5 გადაცემ, ინდივიდები უნდა გავიდნენ. ხო ხვდები, ანუ ეგ არის ერთადერთი შანსი, რომ იარსებობს რა, გიყურებენ შენ, ოღონდ შენ ხარ ცალკე, შენი გადაცემა, შენი ტიხრით, შენი ამბით, შენი სტორიტელინგით, დინამიკით, ყველაფრით. ბრახ, მეორე ტიპი, კაი გააკეთე, მაგრამ როგორ გააკეთებ დღეებს, ხო იცი რა ვიცი, ამბავს რო ვდებთ, ერთი კვირა იმიტომ არის YouTube-ისთვის ეს, რომ ეს ერთი კვირა ალგორითმი ამუშავებს, ხო? კი. ეს კვირაში ერთი აჩვევ ალგორითმს ბაზარია. აჩვევ ალგორითმს, ხა ჩვენც რო რაღაცა გვიფიქრია, ცოტა ხო არ მოუკლოთ, კი მოუკლებით, მაგრამ ხა ალგორითმი ჩაგივარდება. მომატებაც აფუჭებს, ხო იცი ხანდახან? ზედმეტი ვიდეოები რომ მიაყარო, კი ბატონო, რასაც აკეთებ, ის აკეთებ. რასაც მიაჩვევ, უნდა მიაჩვევ. ან ნელ-ნელა გადადიხარ ძალიან დორე ტემპით, რომ ალგორითმი გადაეწყოს. აი, ყოფილა რომ ჩაგვიგდია ერთი ცალი და შემდეგ ვიდეოსაც წავღია. ხო და YouTube არის ალგორითმის პლატფორმა, გაცილებით მეტი არის ალგორითმზე დამოკიდებული, ვიდრე 80% მაგაზია. ხო, ვის უჩვენებს და ვის შესთავაზებს. კი. საკუთარ მაყურებელსაც მაგას უშვება, ხო იცი? სულ რო ზარიზღილა გქონდეს არ უგდებს რჩევებში. Notification-ი არ მისდის ტიპებს. ანუ დიდი ჩაგდება, აი ხა ვასკდები მაგ რეალობას, თუ გადაღებების გამო, აი ეს აი ძალიან რა ერთი კვირა გადააცილე რაღაცა და აი რო რას მიშვება იცი ნახვებზე რომ მაგრამ არა უშავს ვითვალისწინებ ხო იმიტომ რომ ნახულობენ პოსტფაქტუმ ანუ ტიპების კომენტარები რომ არც ამოაგდო თავიდან ეს მაგიჟებდა პირველი 2 წელი მაგრამ მე რომ მივხვდი ჩემბრალი ან აკეთე სისტემატიურად ან გაემზადე ეგეთ შედეგისთვის ფასად რამდენი ჩავაგდეთ რამოდენიმეჯერ გვაპატია მაგას კიდევ რა არ უყვარს ხანდახან ისეთი რო ვერ გამოგვდის როგორც საჭიროა ვიკიდან ხარი ეგრე რა წუცხო თვლის და ჩვენი არის სადღაც 20-დან 25 წუთზე საშუალოდ გვიყურებს საშუალო მაყურებელი ჩერდება 9 საათი ჩამოგივარდება დრო ხო ხდები დავა 15 წუთამდე всё ხო watch time-ს დიდი მნიშვნელობა watch time-ია წამყვანი და ამას როგორ აპირებენ დალაგებას პირობითად ბევრი სხვადასხვა აი ერთ პლატფორმაზე თუ რამოდენიმე გადაცემა იქნება რომ watch time-ს აქვს მნიშვნელობა რახან ალგორითმის პლატფორმა ის ერთი ვიდეო რო დაიდება იმას ხო დრო ჭირდება რომ გავარდეს რაღაცა სტაბილურობა უნდა და აი ეგ არ ვიცი ტელევიზია როგორ იმუშავებს YouTube-ზე YouTube ხო მოფიქრებულია ტელევიზიის კონკურენტად იაპ ხო და ისე არის აგებული რომ ტელევიზია ვერ განთავსდეს იქ არის ხაი დოჟძი და რაღაცები არიან მან YouTube-ზე და რაღაც არ ვიცი როგორ მაგრამ აი ეს მე ტექნიკურად გეუბნები რა არხის მეთოდით ჩვენ ხა მე რასაც უყურებ რასაც აკეთებენ ცალკე პეიჯებს აკეთებენ ბიჭები რა ანუ ახალი გადაცემა ცალკე პეიჯი ეგ ხო შევთხოვეთ მისტერ ბისტი ვინცაა ჩვენი ბელადი ჩვენი ბელადი ჩვენი ბელადი ეს ჩვენო ბელადო მისტერ ბისტი ერთი შეარი შენზეა ხო ერთი აზე ხარ ავშენდებოდი შენ ეგ მეგრევე თუში გადავიდოდი ბიჭო ერთი შეარი ეგ ისეთი გიჟიერი შეიძლება რომ დაუპატიჟოთ საქართველოს ჩამოვიდეს თვითონაც შეიძლება ჩამოვიდეს ესეთ რაღაცებს აკეთებს ხომ არა გამორიცხო მაგარი ტიპი არის მაგრამ მომწონს მე რა მაგიჟებს ცემ არავით არ შემთხვევაში ხა ამას დაკნინების პონჩი არ ვიძახი რა იმდენ მაგარ ტიპს ვიცნობ ინდივიდებს ჩემ კოლეგებს რა ტელევიზიაში იმდენ მაგარ ტიპს ვიცნობ ჩემზე ასჯერ ნიჭიერს ასჯერ სიმპათიურს სხარტად მოაზრონეს და ასე შემდეგ ანუ ვერ ხვდები რატო ურჩევნიათ ტიპებს 24 საათი ერთი და იგივე რუტინაში იყო და დამოკიდებული იყო სხვაზე ანუ პირველი რამაც მომხიბლა არის ყველას ვიღაც როდაფიქდეს ხო დისკომფორტია ეს ხო შენზე არ არის დამოკიდებული ანუ ამის მთელი ხიბლი რა არის მე როცა მინდა რასაც მინდა ვიზავ კაი ახლა ნუ პასუხისგებლობა ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის აქ შენ გავალია ყველაფერი რამე არ ფიდბექი მე როგორია ეგეთ ძალიან დიდია ამიტომ აი ვერაფრით ვერ ხვდები რატო უნდა მეშინოდეს უფროსის ზარის როცა ესეთი სიტუაცია თუნდაც ქვეყანაში მიხვდი ანუ რატო არ ცდილობენ მე არ ვძახი წამოდი კაცო კარი მიიხურეთ ხო პარალელურად როგორ შენ გააკეთე
პარალელურ რეჟიმში შენი პერსონალიტის რამე კონტენტი გააკეთო, იმიტომ რომ ეს არის ალტერნატივა. იმას ნუ მიკეტავ ეგრე, ნუ ჩააწვა ამ ხიდებს. მე ციცი როგორი კომპლექსი მქონდა, რომ სანამ მე მაგალითად რაღაც არ გამომდიოდა, ეს მე კი არ გამომდიოდა. არხზე არ კეთდებოდა საინტერესო პროდუქტი პირობითაც, სცენარი არ ვარგოდა. მედლები გადაკიდე სხვა. ისე რა ქვია, მონტაჟმა ვერ დაამონტაჟა, კამერამენმა ვერ ქნა, სუფლორი არ წავიდა, არ ვიცი კიდევ, აი მილიონი მიზეზი. თავის დასაწყნარებლად. თავის დასამშვიდებლად, რომ იცი რა, მე კი არ ვერ ვქენი რაღაცა ისე როგორც საჭირო იყო. ჩემ შემთხვევაზე ვლაპარაკობ, სხვაზე ვერ გავა. ჩემთვის იყო 100 მილიონი მიზეზი, რატომ არ იყო ჩემი ბრალი შრომა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ხო, მესმის ბაზარი არა. აი ახლა აქ ვის დავაბრალო და რა დავაბრალო. ძალიან ეს ხალხი რო არ მწერდეს იმას, რასაც მწერს და რო არ იყოს ეს დამოკიდებულება უბრალოდ ქუჩაში რო გიღიმიან და არც ერთს არ გეტყვე, მაგრამ აი თფილად რო ეგ რო არ იყოს, მტრისას ეს პასუხისგებლობა. მე ხო ფინანსური პასუხისგებლობა, თანამშრომლები რო ყავს, სიგაგზმაუგასალის სტუმრობელი, იმაშია, ის არის, ეს არის სტრატეგია, აბა მომავალი რა იყო ეს სტრატეგია, აბა რა. რა გაშინებს? სტრატეგია აღმაშენებელი რო იყო. რადერსკა დამალა პონტი ნახეთ. მიკროფონში დამალა. ეს არტიკულაცია რა და აქ თქვა მთავარი. იყო, კი. აი მაგ სერიიდან და მე პირადად ასე აღმოჩნდა, რომ დიდი თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ. თავისუფლების კი არა შეზღუდვა არ შემილია მე. მიჭერს ნამიტანი მიჭერს ეს უფროსიც კი არ მიჭერს, აი არ მინდა რომ ვიღაცაზე ვიყო დამოკიდებული. როგორ მესმის შენი? ეს არის ჩემი გულის ხმა. ზუსტად. და თუ ვიქნები დამოკიდებული, ისევ ჩემი ნებით მინდა რომ ვიყო დამოკიდებული. არჩევანი უნდა იყოს ჩემი გასაკეთებელი. ყოველთვის უნდა შემეძლოს ადგომა და წასვლა მაგიდიდან, ამიტომ როგორ ვეთა? მასე ვარ მე ყველაზე კაი ტიპი ყველასთვის. ყველაზე მშრომელი, ყველაზე ყოჩახი, ყველაზე ლაღი, აი ეს ის არის რაც ღერძად მაქვს რა, არ გვიყვარს ჩვენ ქართველებს მარწუხები. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მარწუხების გარეშე ყოფნა. ასე რომ ერთგვარი რეზუმირება რო გავუკეთოთ, სანამ დესერტზე გადავალთ და არა ლეგალურ რაღაცებს ვახსენებ, რეზუმირება ისაა, რომ მე კიდე ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მიხარია ესეთი ინდივიდების გადმოსვლა YouTube-ზე, ვინც ბევრი ხართ ახლა ჩვენს პოზიციაში, ჩვენი კოლეგები, ფიქრობთ, რომ რაც ხა ენძრევა პონს, რაც ხა ხელფასი აგვიანებს, რაც ხა ის რაღაცა ვერ არის მთლად, პოლიტიკამაც ტვინი წაიღო, იმან ესქნა იმასე. არსებობს ალტერნატივა. მე არ ვიძახი რომ ხიდები დაწვით, გამოიქეცით. არა, უბრალოდ ცადეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საოცრად ნიჭიერი ინდივიდი დაიარებით მაგ შენობებში. ცადეთ და გაამდიდრეთ ისევ ჩემი ჯიბე, იმიტომ რომ მე მიხარია თქვენი აქ მოსვლა ისევ მე გამამდიდრებს. აქ არ არსებობს კონკურენტი, აქ არსებობს ერთობა, აბსოლუტურად განსხვავებული. ხაი პირველი კაცებთან მივედი ეგ, აქო კონკურენტი აქ აი ისენი ხო ძველი ისენი არიან. აქ ვაიმინა აქ ყველასი არის, ყველა შინავ რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო წამოვა აქცენტი, რაც უფრო განსხვავებული. და არ არის ისეთი რა, რაღაცა იქ ძალიან დიდი კონკურენციები ხო ახასიათებს და აქ პირიქით რა აი გიხარე კაი ტიპი რომ მოდის აი გორგილა რომ მოვიდა ძალიან გამიხარდა რომ აწია გორგილა კაი ტიპის მარტი საინტერესო აწია თამასარა ანუ ისეთი ხალხი მოვიდა დღეს YouTube-ზე რომელიც გუშინ არ იყო რუსკამოვა გამოყვება თავისი არ ვიცი 700,000 ნახევარი საქართველოს მოყვება აქ ხალხმა დაახვედრეს უკვე 1,500,000 კაცს და ეგრე მოკოწეწდება და გამოვა საქმე და მეტი სპონსორი შემოვა, მეტი ფულები გაკეთდება, კონტენტის ხარისხი აიწევს, მეტი ხალისი იქნება, მრავალფეროვნებაც იქნება. ხო, იმიტომ რომ რა ვიცი, აბა მე ესე მგონია, რომ ციფრული მედიისაა მომავალი, მე არ გულისხმობ ნიუსებს. ხო, ეს ნიუსი აი ხელშეუხებელი ტიპია, ბაზარი არა. ინფორმაციას უყურებ ტელევიზიაში. ბაზარი არა. ტელევიზიის უყურებ, მაგრამ YouTube-ს. ეგ მესმის, ბაზარი არა, აქ უყურებ მომents რაღაცეებს, რა. ხო და ისა რა ქვია. აქ მეტი ინდივიდუალიზმი და მეტი შენ ვინ ხარ და როგორ აფრენ და ეგაა რა. Good luck, guys.
boys and girls. მოდი არალეგალურზე გეტყვი ახლა. მიდი. ზერო ძანდერსკატ. ლეგალურია. მეტი რეკლამა რა გინდა. ხო, მეტი ლეგალურია, მეგობრებო. ესე უნდა ვქნა. ეს არის ჩემი, რავი, გადამრჩენელი, ოღონდ მართლა გეუბნები. პირველად ეს აღმოვაჩინე, ეხლა ეს ქართული წარმოება არის. პირველად ნახე 2016-15 წელი იყო ჯოროგანი აკეთებდა ამის რეკლამას რა და სოკოების ბაზაზე დამზადებული საკვები დანამატია, სუპერფუდი, რომელიც საერთოდ არ იწვევს რაღაცა მიჩვევას, არაფერ შუაში არა, ნიყვირო ჭამო რა, ეგეთი უმოთ, просто ძალიან იშვიათი სოკოებისგან, სამი სახეობა არის, მეწვეთე იმევასება, წვეთი არის, ფხვნილი არის, აბი არის. ეს მოქმედებს შენი მენტალური ჯანმრთელობის, ფიზიკური პრობლემების მოსაგვარებლად ფანტასტიკურად. ანუ კიდევ ერთხელ გეუბნები, ყველას აქვს თავისი ფუნქცია. ყველაზე ახლა მე რასაც მოიხმარ არის ამანიტა იდეაში და ალფა ბლენდი, მაგრამ სიტყვაზე წამალზე დამოკიდებული ტიპები, რომელსაც გადაგდება უნდათ მარიხუანაზე რაღაცა, ეს ამანიტა ისეთ რაღაცებს აკეთებს, ანუ საიძე რო შედიხარ, ფიდბექები დევს, იქ ინტერვიუები, ყველაფერი, ანუ ტიპები მაგაზე მუშაობენ 24 საათი. ანუ ვიცი როგორი кейსებია, რომ იფიქრებ, რომ ანუ არ არსებობს, просто რანაერად. მაგრამ ნუ აი ეგრეა რა. რავი, დაღლილობა, კონცენტრაცია, კუჭის მოქმედება, ხო ხდები რაღაცა გაწმენდა გინდა დეტოქსი ორგანიზმის, მოკლედ, ყველა თავში რაც მოგივა, ყველაფრისთვის არსებობს შესაბამისი სოკო. ხო, დაგროვებითი ეფექტი აქვს, რა, როგორ არის, იცი? ჩაიში ან ყავაში, მაგალითად, თუ წვეთი. ხო, ეგეთ პიპეტკა აქვს, რა თავის ჯიგარი. დილით მე ენაზეც ვიწვეთებ ხოლმე, просто გემოსპონტიერების რა ევასებ. და აი ერთ კვირაში ახალ ნეირონებს ქმნის თავში. აი შენს შემდეგ პოდკასტში მყავს ამათი ვინც შემოიტანა ეს ნიკუშა, რომელიც აი სოკოების ღმერთი არის, მაგ თემაში არის, ყველაფერს უნდა გავაკეთო პროდუქტია. საოცარი და მინდა ცნობიერების ასამაღლებლად მთელი პოდკასტი უკვე 2 წელია გეგმავთ და ეხლა შემდეგი იქნება მეგობრებო, ეგ 16-ში უნდა ჩავწეროთ რა. მოკლედ, აი ესეთი საოცრება არის. აღწერაში არის რა თქმა უნდა ლინკი, მიწერეთ შამანებს პირდაპირ დაელაპარაკეთ რა პრობლემები გაქვს, შეიძლება საერთოდ გითხრან რომ არ გჭირდება და შენი არ არის, მაგრამ თუ გეტყვიან რომ რელევანტურია მათ პროდუქტთან, აუცილებლად გირჩევენ არ დაენანებათ მედიცინის მჯერა საერთოდ. ეს არის უპირველი მედიცინა, ანუ რაც კი ალბათ იყო, ოდესღაც რისი დამსახურებაცა. რისითაც მკურნალობდით ჩვენ თავს მოვედით აქამდე. წამალი 100 წლის წინ არ იყო. ზუსტად, აი 1000 წლეულებს რომ მოითვლის, აი ეგეთი საოცარი პროდუქტია. ასე რომ აი წლები აღმოაჩინა, მაგრამ ბოლო 2 წელია, რაც აი ესენი შემოვიდნენ, ჯერ თავდა ხო ეს რეკლამის დონეზე რომ თავიდან იყო რომ რაღაცა სოკოები აქ არ ხარობდა, შესაბამისად მთელი მსოფლიოდან მოქონდათ, მაგრამ ეხა არის ბათუმში თუ რაღაც თუ არ ვწდები, დიდი სათბურები უკვე ქარხანა სრული ციკლი არის საქართველოში წარმოების. და ნუ გეუბნები, просто არ ნახ დედაჩემი, მამაჩემი ყველა ამ პროდუქცია არის ახლა რა, ანუ მამაჩემმა რა ისეთი რაღაცები მითხრა 1-2 კვირის წინ, რომ მე ვთქვი, ბიჭო, აქამდე სად იყავი? მე ვთქვი, 1 წელია გეჩალჩები და თავიდან ხო ის სკეპტიკური პონტი რო არა, აი, ყველას ეკონდა რომ ქსელოციბინი არაფერ შუაში, ანუ საერთოდ თავსებადია ყველაფერთან. შემდეგი ეგ არის. მე სოკოებს საერთოდ ვიცი, რომ ძალიან უნიკალური თემაა თვითონ სოკო. ანუ სოკო კი არა, ანუ აი ბიოლოგიურადაც როგორია, რას აკეთებს, რა თვისებები აქვს, აი ეგ არის ცალკე მაგარი საინტერესო თემა რა. აი შემდეგ პოდკასტში შენ ამას ხვალ დავდებ ანზე, აი მაგის შემდეგს დაელოდე თვის ბოლოს რაც იქნება და გპირდებით რომ ეგეთი ამომწურავი პოდკასტი არ ყოფილა, იმიტომ რომ მომყავს იმენა სოკოლოგი. მართლა გეუბნებით, ვილაპარაკებთ ყველაფერზე, დიდი პოდკასტი იქნება. ოკეი. და ჩვენ ალბათ შევხვდებით სროლაში. ჩვენ შევხვდებით ხო თევზაობა, სროლა, ცეცხლი, ისტორიები და ასე შემდეგ. შეიძლება თევზაობა. სხვათა შორის ფოთელები იყვნენ, ჯიგრები, ღამის სარდაფი და იქ ვითხრეს საოცარ ლოკაციაზე რა. მე იქ ვიყავ, ეგ სიგიჟეა. კუნძული არისო რაღაცა, სადაც კაცი რო ცხოვრობს. რესპონდენტი იყო ჩემი. მაკაცთან? არაყი მაგდალეობი. ხო, მაკაცთან გვითხრეს ჩასვლა რა, მაგას ვფიქრობდი მეც. მაგარი როჟაა ძალიან. ეგეთი მაგარი. კაი ადგილიც არის ხო თან? ანუ ისროლეთ ვითევზავეთ ყველაფერი. ვაფშე ვერ დაიჯერებ ამაზონის ჯუნგლებში ხარ. ხო, იგივე სამბო. აი, დადიხარ, აი, მაგას ვამბობ, რომ ვერ დაიჯერებ რო საქართველოში. ამაზონის ჯუნგლები. ყოღვები არიან? იცი რა არის? დამაშინეს ამ ყოღვები და არავის არ უკბინე რაღაცა. არავის არ უკბინე საერთოდ. არავის ხედი. ხო, ალბათ ეგ ლოკაცია გადაწყდება. რაღაცა შეუწამლიათ და მოკლედ თურმე ჭამდნენ ფოთელი ყოღვები, საპატივცემულო არქეტიპი არის ფოთის და ესეც უწამოკრავთ ხელს, მაგრამ შეწამეს რა, ებძვიან. ფოთელები გაშმაკებით და დაამარცხეს წელს. ანუ ისე აქო იმათმაც აქეს, კაი, ალბათ ეგ ლოკაცია იქნება. ხო. აუ მან სასწაული იქნება. ოკეი, დილ, მაგას ვიზავთ. დესერტი.
დესერტი არის რჩევები, სამი შენ, სამი მე. ძირითადად არის პოპკულტური ნახულმე რა. ფილმები, სერიალები, წიგნები, თამაშები, რავი, მუსიკა, რაც გინდა. რაზეც ვთვლი რომ მაყურებელმა დრო რო დახარჯოს, მინიმუმ ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებს, მაქსიმუმ რაღაცას კიდე შემეცნებასაც. შენ ამბობ სახელს, მე აქ ესე ვაკეთებ, აფიშა ნათდება. რიგრიგობით. დაიწყე. მე აფიშები მაქვს Netflix რო ვენაცვალე მომზადებული. სულ ერთი ახალი ძველი რაც გიყვარს რა. Netflix არის ძალიან მაგარი. მე მიყვარს სერიული მკვლელების ისტორია. მეც ძალიან ცუდა ჟღერდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბაფრენ სერიულ მკვლელებზე. პოპკულტურის დონეზე. პოპკულტურის დონეზე. ხო, ყველა სერიული მკვლელი მაინტერესებს, რატო აქვს ეს ინსტინქტი, იმიტომ რომ ეს არის ნორმალური მდგომარეობა. ხო, ყველაფერი შეიძლება ნორმალური, ეს არის ძალიან თავის თუ რომელს ამბობ აბა ეხა ზოდიაქოზე არის გაკეთებული ახალი დოკუმენტური ფილმი. არა, მოიცა, მე ფილმი მაქვს ზოდიაქი ნახე. ეხ არის, ხო. რობერტ დაუნი უმცროსი და ტიპები რო არიან. ეს მასწავლებელი, ვინც ყავდათ დაჭერილი, ალენი, მაგისი ოჯახი სამ სერიაში ყვება მაგის შესახებ ამბებს. დოკუმენტურია სამი სერია. იმას ხო ვერ რეალურად ზოდიაქს ვერავინ ვერ დაამტკიცა. იყო, მაგრამ ისო და აი ახლა ეს არის 25 ფილმია, ოჯახის წევრები ყვებიან, დაგასპოილერებ პატარაზე, რომ ყველა ის მკვლელობა, სადაც მომხდა, ანუ ფილმს რო უყურეს და 6 ბავშვი არიან და დაიწყეს გახსენება თავისი ბავშვობის, სადაც ის კაცი იყო, სადაც მოკლული ყავდათ ადამიანები, ყველგან 2-3 დღით ადრე ეს ბავშვები მიყავდათ, მოკლედ რა, ნუ აი როგორ ქვია? Netflix-ი Zodiac Killing რა, პირდაპირ დაწერე დოკუმენტური ეგ არის რა, თუ გიყვარს ეგ მე თან დოკუმენტურების მონა ვარ. ოკეი, პირველი იყოს აი ეს Zodiac Killing რაღაცა, ნახეთ ეს არის მოკლედ. კაი. მონანიება. ეგრევე მიაყრი, მეორეც გინდა თქვა? მონანიება. კაი, მაშინ ესე თქვა 3-3. მეონანიება წინა პოდკასტში დავტოვეთ, მაგრამ მარადგა მეორებად შეიძლება. ერთი ფილმი უნიკალური, ადამიანური, საქართველოზე ყველაზე მაგარი, რაც მე მინახავს და ემოციური. ვერაფერში ვერ შევეცინააღმდეგები. ოკეი, მეორე იყოს მონანიება. მესამე მაშინ. ჩემი ძალიან საყვარელი Gone with the Wind. ქარწაღებულნი. ვივიანი რო თამაშობს. უიმე რა გაიხსენე. ჩიზი შმიზი ჩემი ბავშვობის ფილმი და მიყვარს. აი მე როდინდელი არ ყოფილა. Red Butler-ზე ქრაშავდი 1-15 წელი. მე მგონი ახლაც. კტრები არიან. ამდენი წელია ეს პოდკასტი კეთდებოდა, ეგ ფილმი არ ყოფილა. ბაზარი არა, ქარწაღებულები. ოკეი, კარგი სამეული იყო, რაღა დაგიმალდა. კონტრასტული, მაგრამ კარგი კონტრასტული, მაგრამ ძალიან ისეთი რა საკაიფო. მე რა მაქვს ეხა სამე. ოკეი. მე ვნახე ოსკარის თემა. ბრუტალისტი ნახე? აუ არა. კაია? 3 საათ ნახევრიანია. ქრონომეტრას არ შევხედე, ჩავრთე ღამე მონტაჟის მერე 2 საათს და მეთქე 4-ისკენ მეთქი რა, აი ეს. ძალიან კაია. ადრიან ბროუდის მეორე ოსკარი. ეს არის ისტორია საკონცენტრაციო ბანაკიდან ებრაელზე, გამოქცეულზე, რომელიც რაღაცა გადაბარგდა, არის ფენომენალური არქიტექტორი, მაგრამ იწყებს შავ-მუშად მუშაობას, მერე რაღაცა შეკვეთას იღებს, მოკლედ. აუ ვიცი როგორი ფილმია. 3 საათი რო გაყურე. 3 საათ ნახევარი. ეს არის ოსკარი კი არ ეკუთვნოდა ამას, რა ვიცი. 3 საათ ნახევარს რამეს რო აყურებინებ. აი ეგეთია რა, მარტო ბეჭდების ზანებელია, რასაც ალბათ 3 საათ ნახევარი მარად შევხედავ, მაგრამ ეს იყო ფილმი, რომელიც ვერ გავთიშე. იყო რაღაც მომენტები ოდნავ მდორე, მაგრამ თხრობა როგორც რეჟისორი თხრობს, არტისტები როგორ თამაშობენ და სტორი თვითონ რა. მაგარია. მოკლედ, ეკუთვნოდა ოსკარი, ან მქონდა ნანახი დავეწიე, ასე რომ თქვენს გირჩევთ ნახოთ, ვისაც ესეთი მძიმე დრამები გევასებათ რა. ბრუტალისტი პირველი. ოკეი, მეორე. კიდე მქონდა კარგი რაცხები, კიდე. ხო, ეს ნახე? არა. ვიძო კარგია. ეს ბიჭი ძალიან ბევრს მოსწონთ, მაგრამ ძალიან დესკი არტისტია. მევასება მაგრამ ნე დუნი მომდუნში რაღაც ვერ გაუგეჯერ რა მე ეგეთი ჩართული ეხა ისეთ დღეში ვარ რომ მაინც ესე კინოს კარგად ვერ უყურებ რა ყურადღებას და პატრიოტიზმი და ჯერ ამ ბიჭის მუღამი ვერ გავიგე რა ქვია მაგას ერთი ჯენერის შეყვარებული რა ქვია ბიჭო გიждდება ახალგაზრდა თაობა გოგოებში ეს არის დღეს აი ნომერ 1 ნომერ 1 არის და მომავალი ტიმოტე შალამე თუ რაღაც ხო მევასებ დერსკი ბავშვია რა ძალიან რაღაცა აქ აი ესეთი რა აი აქ თავის დროს მქონდა შაიალაბავზე ეგ პონტი რა აი თავის დროს შაიალაბავზე ვაფშე ვთვლი რომ ეგეთი არტისტი შაიალსნაერი ალბათ ცოტა პლანეტაზე მაგრამ აი
თავიდან შაიაში რაც დავიჭირე რაღაც სტრანად ინდივიდუალური ტიპი იყო, აი გაქვს ამას რა. ინდივიდუალური არის და არ თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობია და თამაშობს. აი ამ შინაგან ენერგიას საერთოდ არ თამაშობს და ეგ დაყვება ყველგან. ეს რაღაცა უცნაურობა აქვს. კაი ფილმი, Bob Dylan-ზე არის ფილმი, Complete Unknown ესე ქვია, Bob Dylan-ის ისტორია. 5 წელი იღებდნენ თუ რაღაცა ეგ ვიცი. აი ეგენი არ ვიცი, მაგრამ ძალიან გამისურვა. გადავირიე ფილმი არ არის, ანუ ეგეთი ხო იცი, რეისნაირი ფილმი ნახდათ არ არის, მაგრამ აი ესეთია რა, ხა Bob Dylan-ი ვისაც გევასებათ, საკაიფოა, ნახავ, როგორ იქოქებოდა, საიდან ჩამოვიდა, ვინ გადაადგმევინა პირველი ნაბიჯები, იმ დროის ამერიკას ნახავთ, რა ძალიან მაგ ინდუსტრია როგორ მუშაობდა, მოკლედ, ჩემი მეორე იყოს A Complete Unknown. და მესამე, მაიცა კაცო, რაღაცა ხომ მქონდა აფიშას ვერ პოულობ და guli არ გამისკდეს, ეხლა უი კაცო. მანახე. Black Mirror. აი ხო. გუშინ მორჩი ბოლო სეზონს. ახალი სეზონი არ მიყურები. ერთი სეზონი ჩააგდეს. რომელიღაცა სეზონზე დამკარგეს. თავიდან იყო ის ღორი. არა, ყველა სეზონში იყო რაღაც პატივსაცემი. მოდი ესე გეტყვი, ჩემი მხრიდან რაღაცა იყო, მეტნაკლებად სუსტი იყო ზოგი რაღაცა, მაგრამ ბოლო სეზონმა ხალხო, აი გუშინ მორჩი გეუბნები, გუშინ დილით მორჩი 6 საათზე, მე მგონი ისე შემithრია, გუშინ თუ გუშინ ზარეული მოხვალშო. აი ერთი ორი ნოველა ისეთი. განსაკუთრებით ერთი ისტორია არის მსახიობი ახალ ტექნოლოგიით როგორ იღებენ მანთხოს უამ ტიპზე არის რაღაც რო იწებებენ და ვირტუალურ სამყაროში რო გადადიან. რაღაცა ისტორია არის რომ ძვირად ღირებულ მსახიობს ან ბიუჯეტი აქვს რაღაც 5 ლარი ფილმის გადასაღებად, მაგრამ აქვს ტექნოლოგია და ერთ-ერთ მსახიობს დაკერავენ გოგოს, რომ ამ ტექნოლოგიით, ანუ დიდი ხანი არა 9 საათი გჭირდებიო და გადაგიღებთო და სიუჟეტი არის ესეთი, რომ ფილმში გტვირთავენ შენ და იქ იღვიძებ, ანუ იმათვის, იმ პერსონაჟებისთვის ფილმის ის რეალობა არის. და აი სტორი ძველი ფილმის ვითომ რაღაცა 40-იანების კლასიკის რიმეიქს აკეთებენ. აი მეცი როგორი ნოველაა, რომ აი ჟღლინტი ცრემლი ესე მოვდიოდა მეთქი რა ანაერია მეთქი საყვარელი თბილი სევდიანი რაღაცნაირ შავთეთრიდან აი მოკლედ კარგი ნოველებია მეტნაკლებად ყველა, მაგრამ აი ორი ძალიან მომხვდა გულზე. ბოლო სეზონი, ვისაც არ გინახავთ, გენიალური სერიალი ზოგადად, რომელიც რამდენი წელი უკვე მიდის. 6 სეზონი არის, რაც არის, ხო? ერთი 10 წელია ჯამში, მე მგონი რა, რაც გადის. ასე რომ, ხო, ვისაც არ გინახავთ, იყოს მესამე Black Mirror-ი და სხვათა შორის მაგ კომპანიის ჯიგრების გაკეთებულია Love, Death and Robots ანიმაციური ეგეთივე პონტი. ახალი სეზონის ტრეილერი დაიდო, ვისაც არ გინახავთ, ეხა დაიდება ერთ თვეში, მთელი სეზონი, ალბათ, რაღაც შოკი გველოდება. მოკლედ, მესამე Black Mirror-ი. ეგ არის გასვლა არ მოშლა. დიდი მადლობა. შენ დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო და შემეცნებითი დრო გავატარე. დიდი შრომით მოგროვებულ აუდიტორიას, რომ ჩემი თავი გააცემით. არანაკლებ შრომით მოპოვებული, არანაკლები აუდიტორია ყავს, ახლა იპრანჭება 55000 რო ვიყავით და ასე ზახით. არხი, რა თქმა უნდა, აღწერაში არის, ძალიან საინტერესო და უცნაურ ვლოგებს აღმოვაჩენთ. და გაგისწორდებათ რა და ისეთი არის არაკაცური და ქალური სეგმენტი ორივე იკაიფებთ ხო ხვდები რა ხან ქალბატონი დაინახეთ არ გეგონოთ რომ ეხა მარტო გოგოებმა არა ემენ კაცებმა გადადით მაგრამ იკაიფებთ ესეთი რაღაცები 30% მაყურებელი კაცები ხო გავარტყი წარმატებელი მთელი გულით ძალიან კარგ კონტენტს აკეთებ აი ეს ბათანი რო ეხა შეგშურდა ზუსტად ვიცი რომ მალე ზუსტად ვიცი კი ზუსტად ვიცი მალე გექნება ხოდი არ დაგეკარგოს კეთილი იყოს კიდე ერთხელ ვიძახ გვიან გეუნები მაგრამ შენი ფეხი დაე მაგ გაკვალულ გზაზე კიდე ბევრი შემოგვიერთდეს თუ რაღაცა დაგჭირდეს always welcome კარი ღია გვალეში ყოფთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ის უკვე თავისთავად იქნება ბიჭებო მე შევხმიანდეთ მაგას დავგეგმოთ თქვენ რა გითხრათ ურმესი მადლობა რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ ეს რავი საათ ნახევარი 1 საათი 2 საათი არ ვიცი რამდენია მაგრამ გეტყვით რომ მაპატიეთ კიდევ ერთხელ მინდა გითხრა პრაქტიკულად 2 ორი მშვენიერი ესე კაი დიდი მონეტიზაციაც ვიქნება ეს რომ უყურებ ხო ყველაფერს მაპატიეთ სერიალის გადაღებების გამო რეჟიმი ვიცი რომ არეულია არხზე სწორად გამიგებთ კაი რაღაცას გიმზადებთ სექტემბრისთვის შესაბამისად მეპატიება ხო 15 სექტემბერს პირველი სერია დაიდროპება ასე რომ არხი აღწერაში არის სერიალი შეგიძლიათ პროსტა ტრაფიკისთვის გადახვიდეთ გამოიწეროთ შეგახსენებთ ტრადიციულად არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარმოდგენა აჭარაბეთია ყველას საერთოდ ყველას ამ ადამიანის გამომწერი ხარ პირველად დამინახე რა მნიშვნელობა აქვს ჩემი ძველი ხარ რა მნიშვნელობა აქვს გაკოცე კისერში
არა. სერიოზული პოდკასტი.